ფორმულას ეთერში ხალხის კითხვებს დღეს იურისტი და პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია უპასუხებს. გირჩის ლიდერი, რომელიც ლიბერტარიანული შეხედულებებით, პროვოკაციული ინიციატივებით და ხშირად ირონიული რიტორიკითაც გამოირჩევა, დაახლოებით ერთ კვირაში 19 მაისს 43 წლის გახდება. ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემებით 2005 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში კულტურის საქალაქო სამსახურის იურისტად. შემდეგ კი ზურაბ ბადეიშვილის მინისტრობის დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის რეგისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. აქვს ასისტენტ პროფესორად საქმიანობის გამოცდილება თავისუფალ უნივერსიტეტში 2014 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია. პოლიტიკური კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ახალი და გამორჩეული ხედვის პარტიის გირჩის წევრი გახდა. პრეზენტაციიდან 4 წელში გირჩისით მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა. 2020 წელს გირჩი გაიხლიჩა და პარტიას ზურა ჯაფარიძე მეტი თავისუფლების ამბიციით გამოეყო. ეს პარტიასთან დაახლოებული ადამიანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან უთანხმოება წლების განმავლობაში გროვდებოდა საბოლოო წვეთი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ასევე ყოფილი გირჩელები პარტიაში შექმნილ ტოქსიკურ სამუშაო გარემოზე ლიდერების ნაწილის უხეშ და ქედმაღლურ დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ, რაც მათივე მტკიცებით პარტიას მხარდამჭერებს აკარგვინებდა. როგორც პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ საზოგადოების დიდ ნაწილს თავდაპირველად თავი დაამახსოვრა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდაჭერით. ის ერთ-ერთი ადვოკატი იყო საქმეზე, რომლითაც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამის შემდეგ იყო კანაფის საჯაროდ ტელეკამერების წინ დათესვა. 2018 წელს ხვიჩია კანაფის ფესტივალის ორგანიზების გამო დააკავეს. კიდევ ერთ წარმატებულ პროექტად გირჩი მიიჩნევს ბიბლიურ თავისუფლებას, რომელმაც რელიგიურ ორგანიზაციაში დარეგისტრირების გზით ათასობით ახალგაზრდა და სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავის არიდების საშუალება მისცა. ხვიჩია მხარს უჭერს იარაღის ფლობის ლიბერალიზაციასაც, თუმცა ჯერ ამას ვერ მიაღწიეს. დაგახსენებთ 2022 წელს გირჩმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ვეტერანებსა და პენსიონერ სამართალდამცველებს იარაღის ფლობის უფლებას ანიჭებდა. გირჩის ლიდერის ერთ-ერთი მოწოდება იუსტიციის მინისტრსაც ეხებოდა, რომ დაწყებულიყო მუშაობა პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე, რადგან ევროპის მასშტაბით ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. ოცნების საპყრობილეებს ბოლო თვეებში პროევროპული აქციის მონაწილე უკანონო პატიმრებიც დაემატნენ. რას ეტყვის ივანიშვილის ტყვეებს ხვიჩია დღეს ჩვენ მას ვკითხავთ ამის შესახებ. რაც ეხება საგარეო პოლიტიკას, გასულ წელს ხვიჩიამ თქვა, რომ სჯობს საქართველოს დაკარგოს მთავრობა, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ის მიიჩნევს, რომ პროდასავლური პოლიტიკოსია, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილი მას რუსული კურსის ქართული ოცნების მხარდამჭერად აღიქვამს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტებიც ამბობენ, რომ ახლა გირჩი ოლიგარქ ივანიშვილზე მეტად ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას უპირისპირდება, ისე რომ ხშირად გაურკვეველია კონკრეტულად რა ალტერნატიული ხედვა აქვს სისტემური ცვლილებების შესახებ. ცხადია ამაზე ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვკითხავთ. იაგო ხვიჩია არის პოლიტიკოსი, რომელსაც გაუხარდა მთავარი არხის დახურვა და ეს სიხარული საჯარო პოსტით გაუზიარა თავის Facebook მეგობრებს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების განსაკუთრებული უკმაყოფილება ასევე უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. გაგახსენებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან მხოლოდ 3% მიიღო, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაესხა თავს და უარი თქვა ერთიანობაზე. ამის შესახებ დღეს ჩვენ ვცლად უნდა ვილაპარაკოთ. იაგო ხვიჩია ხალხის კითხვებს უპასუხებს, ის უკვე არის ფორმულა სტუდიაში და ბუნებრივია მასთან ასევე გვექნება ჩვენს კითხვები. მოგესალმებით. მოგესალმებით. რამე კორექტივები ხო არ შევა ბიოგრაფიაში? მაინც ვაზუსტებთ ხოლმე, რამის დამატება ხო არის საჭიროა, მაგრამ რა ვქრათ, ძირითადად მაინც რამე გამოგჭა ისეთი რაც თქვენ არა, გამორჩენაზე არ არის. როგორც წესი ასე კი გვეშლება ხოლმე. პრინციპული არაფერი. ასე კი გვეშლება ხოლმე. არა, ასე კი სწორი იყო. რამდენიმე დღეში გახდებით 43. მადლობა რომ ასე გამოიკულიეთ ჩემი ბიოგრაფია. ბევრი რამ გამოგჭა, ძალიან მრავალფეროვანი იყო სხვადასხვა აქციებით და ასე ვთქვათ, პერფორმანსებითაც, მაგრამ მომავლისთვის შემოვიტოვეთ. თქვენ დაგჭირდებათ დღეს ფურცელი, კალამი, რამდენიმე ეტაპად მოგუსმენთ რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების კითხვებს და აქვე განვარტავთ, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც სტანდარტი რა შეთანხმება ფორმატი გადაცემის ავტორების, რომ ამ ეტაპზე კითხვებს პოლიტიკოსებისთვის ძალიან ცუდ ადგილას არჩევთ კითხვებს.
არა, ეს ჩვენი გადაცემის ფორმატია, რადგან დღეს რუსთაველზე არის, ასე ვთქვათ. ამ ეტაპზე ვარჩევთ რუსთაველს. რაღაცა პროტესტის ეპიცენტრი, ჩვენი გადაცემის ამ სეზონზე, ჩვენი გადაცემის ინტროც, ასე ვთქვათ, სწორედ რუსთაველზე მყოფი მოქალაქეების სახეებით არის აწყობილი, ამიტომ ამ სეზონს ვუთმობთ რუსთაველის გამზირს და თქვენთან, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან, ბუნებრივია პარლამენტთან ჩავწერეთ კითხვები და არც ჩვენთვის იყო მოულოდნელი და შესაბამისად მე მგონია რომ არც თქვენთვის იქნება მოულოდნელი რომ განწყობები არ არის პოზიტიური თქვენ მიმართ უშუალოდ რუსთაველის გამზირზე. ზოგადად ამ ქვეყნის საარჩევნო იმაში, რა ქვია, როგორ გითხრათ, გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს. და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი, რომელიც 150 დღეა რუსთაველს კეტავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა. 4, 5, 9, 21, 25-ით დაწყებული დამთავრებული ტელევიზიებით და ამას დამატებული ის, რომ აზრადაც კი არ მოსდის ჩამოაყალიბოს მოთხოვნა. იმიტომ რომ ერთ დღეს ერთ რაღაცას ითხოვს, მეორე დღეს მეორე რაღაცას ითხოვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ განათლებით დაკავდეს. იმიტომ რომ აი მართლა აქცია გაიფილტრა, მე არ ვიძახი დაკავებულთა ოჯახის წევრებით, რომელიც უბრალოდ გამწარებულები არიან და ყველაფერს ცდილობენ, რომ იქნება მათი ოჯახის წევრები გამოუშვან. პარლამენტთან მხოლოდ ჯენზიკები არ არიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქ დგანან ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ეროვნული მოძრაობიდან პროტესტში არიან ჩართული. მე არ ვიძახი გამონაკლისებს გითხარით მაგალითად ოჯახის წევრები და კიდე სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ 150 დღეს გაიფილტრა დეგენერატებით და საბოლოო ჯამში მივიღეთ მართლა პროტესტის ნაცვლად, რომელიც თავიდან დაიწყო, ადგილი, სადაც უბრალოდ ნორმალური ადამიანები არ მიდიან. იმიტომ რომ იქ მყოფი აქტივისტები აფრთხობენ. ანუ ჩვენ ჩავწერეთ დეგენერატები. მე არ ვიცი თქვენ ვიჩაწერეთ, მაგრამ მე გეუბნებით, მაგიტომ დავიწყე საუბარი, რომ იქნება მეთქი, ან რუსთაველზე ახლა არსებულ ხალხში აქტივისტებში საღი აზრის პოვნას, ჯობიანე ბაზარში მიხვიდეთ და იქ იპოვოთ საღი აზრი, იმიტომ რომ იქ ხალხი უკვე საღი აზრით არ არის გაფილტრული. პირიქით, ამდენი ხნის განმავლობაში შეიკრიბა ხალხი, რომელმაც არც კი იცის რისთვის არის იქ. მოთხოვნაც კი არ აქვს ჩამოყალიბდა და დავდიოთ იაკო თავად გისაუბრიეთ ამ ხალხთან კი როგორ მე სულ დავდიოდი ზოგადად აქციებზე საბჭოთა განცდა რომ არ იციან რა ჯერ არ ვიძე კითხავ და საერთოდ ანუ რუსთაველზე ვით არის შეკრებილი ნახეთ ზოგადად ბოლო პერიოდის რადგან პოლიტიკოსი ბრძანდებით აი ორი კატეგორია ახსენეთო და თან ძალიან შეურაცხმყოფელად ჟღერს ამათ არაფერი არ ეშველება ამათ იქ არის საზოგადოების იმ ნაწილად ვისაც შეიძლება თქვენ ესაუბროთ ვინ შეიძლება პოტენციურად თქვენი ამორჩევა ამათ არაფერი არ ეშველება ამათ ჯერ უნდა ისწავლონ რომლებიც ამბობენ რომ კარგად გრძნობენ თავს ანუ ჩვენი დაკვირვებით ბაზარშიც ძალიან ბევრს ვესაუბრეთ და მათ შორის ახლა შეიძლება ივარაუდო ადამიანს რომელიც სოციალურ კლასს წარმოადგენს ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან რომ ძალიან გაჭირვებულები არიან მათზე ხელისუფლება არ ახდენს წნეხს იმგვარად რომ თან ღიად ამბობდეს რომ არაფერი არ უჭირს აი ამას გამორიცხა თქვენ ამბობთ რომ ბაზარში ხალხი რომელიც თქვენ გეუბნებოდათ რომ ბედნიერი ვარ იმით რომ სოციალურ დაუცველად სტაციაში ვარ რომ ზეწოლის შედეგად ამბობს ამას არა სულელია ჩემი აზრით და უბრალოდ ჩვენ დროს კარგავთ როცა სულელებით გვინდა არჩევნების მოგება სინამდვილეში ჩვენ მართლა არა რა შუა შეკაცო ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი მე ხო არ მომცემს ხმას მე ზუსტად ვიცი რომ ამ საზოგადოების ნახევარი უბრალოდ შეუძლებელია გაიგოს რას ვლაპარაკობ მას განათლებაც არ ეყოფა ინტელექტი არ ეყოფა ამისთვის 78-მა მომრჩეველმა მოგცათ ხმა ისე ამისთვის არ გინდათ არა მაინც ერთ წამით მე ვერასოდეს ანუ ორი ადამიანის თანასწორობა ჩემს თვალში 62000 კაციდან ერთი ვინც ხმა მომცა და სულელი რომელიც ამბობს რომ სოციალურად დაუცველი ვარ მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ხელისუფლებით ან 158 დღეა რუსთაველზე ვდგავარ მაგრამ რისთვის ვდგავარ არ ვიცი კონკრეტულად მოთხოვნა არ მაქვს ჩამოყალიბებული არა მაინც აკაცო ერთ დღეს იძახიან ხელახალი არჩევნა მეორე დღეს გადადგეს თავრობა ხო ახლა ნახეთ და სანქციების განმავლობაში პარტნიორების რეაქციები ამ აქციების შედეგიაო ასეთია მათი მიდგომა მაინც ერთ წამით დავასრულებ აზრს ნახეთ გასულ წელს აი გუშინ ამიგდო Facebook-მა ჩატარდა აქცია ევროპის მოედანზე. იყო დაახლოებით 70000-მდე კაცი. წელსაც ჩატარდა 2 დღის წინ. იყო 10 ჯერ ნაკლები. და რატომ? ამაზე კითხვა ხო უნდა დავსვათ. ანუ რატომ გაიქცა 9/10 ადამიანების ამ აქციიდან და ამაში რო პრობლემას ვერ ხედავს და ვინც იქ მივა, რამე განსხვავებულ სიტყვის იმას ლანძღავს. ის ხალხი როგორ შეიძლება მაგ ხალხის იმედად სადმე წასვლა? ჩვენ თუ მართლა რამე გვინდა, მთლიანად გამოსაცვლელია მთელი დღევანდელი აქციის შემადგენლობა. არ გულისხმობ მარტო იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომელთა ოჯახის წევრები დაკავებულები არიან და მართლა ყველანაირ ხონესხმარობენ, ყველანაირ იმედს ეღაუჭებიან. და ვიღაც უსინდისო ხალხი
გაუნათლებლები, რომელმაც უბრალოდ ახლა სინამდვილეში რა უნდა დაკარგონ, უნდა სწავლობდნენ. ანუ იქ კი არ უნდა იდგნენ, უნდა სწავლობდნენ, რომ ოდესმე მაინც მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მტყუანის და მართლის შესახებ. ეს ხალხი ვისაც ფიქრობთ, რომ მართულები არიან თქვენ სხვა. არა, კაცო, ზოგი მართულია, არა, ზოგი მართულია, ზოგი აქტივისტია, თქვენ ციცით, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების ან NGO-ების აქტივისტები არიან, ზოგი უბრალოდ დეგენერატები არიან. და ჩვენ ამის აღიარება გვიტყდება. იაგო, ისეთ პირობებში ვიმყოფებით ახლა, ქვეყანა ისეთ პირობებშია, რომ მათ ამ აქციის მონაწილეებმა ახლა საკუთარ თავებზე სწავლაზე და ასეთ რაღაცებზე არ შეიძლება უცოდინარმა, არ შეიძლება უცოდინარმა საჯარო სივრცეში არ უნდა ამოიღოს. ნახეთ, გურამ, თქვენ ძალიან კარგი გადაცემა გქონდა, თქვენ იცით, ჩვენ ეს არაერთხელ ჩვენს ეთერებშიც გვითქვამს, გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ანა ბუჭუკურთან თავის დროზე და ეკითხებოდი ძალიან მარტივ პრიმიტიულ შეკითხვებს, რომ აი როგორ აპირებთ ხელისუფლების დამარცხებას, ვისთან ერთად და უბრალოდ მათემატიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი და ერთი გადაცემა მარტო ამას მიუძღვენით. ამას ვინც უყურებდა ის ადამიანი, ამას ვინც უყურებდა, იმას ხო აზრი ხო უნდა გამოეტანა ამ გადაცემიდან. აი თქვენ გამონაკლისი იყავით ამ გადაცემით. მაგრამ წარმოიდგინეთ, ყველა ტელევიზიას რო ეს ეკეთებინა, რაც თქვენ იმ ერთ გადაცემაში გააკეთეთ. ხო ბევრად უფრო მეტი შანსი იქნებოდა, რომ საღაზრს გაემარჯვა. მაგრამ იმის გამო, როგორც ხელისუფლებამ ტვინიაურია პროპაგანდით იმ ხალხს და გაჭირებული ხალხი ძახის, ბედნიერი ვარ, რო კოცი ვარ და სოციალურად დაუცველიო, ზუსტად იგივე რადიკალური შემთხვევა ხდება მეორე მხარეს. ხალხი გამოდის იძახ, არაფერი არ ესმით, არაფერი არ იციან, ვინ არის მათიანი, ვინ არის სხვისიანი. არავის გაკეთებულ საქმეს არ აკვირდებიან და ისე გამოაქვთ საკუთარი უტვინო თავით რაღაც დასკვნები და ამ დასკვნებით, როდესაც მოძრაობს უმრავლესობა, ის ვერ აღწევს შედეგს. შედეგი არ გამოყვებით, არ დაგეთანხმებით, ბუნებრივია ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ ადამიანებთან და მართლა რაღაცა შეუძლებელი ფაქტია, პოლიტოლოგები, ექსპერტები ისე გვესაუბრებიან და ძალიან კარგად გასულყვებიან პოლიტიკაში. იაკობ, ჩემი თქმით სხვას ეხება. ხო, ანუ ამ აქციებს რომ შედეგი ქონდა, ასე არ მიიჩნევთ, მათ შორის საერთაშორისო სანქციები და პარტნიორების შედეგი არის 50 კაცი ციხეში. ეს არის შედეგი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ამ შედეგია ამ ფორმულას არ იზიარებთ? არა, ამ აქციების შედეგი ახლა რაც ხდება, უბრალოდ არაფერი არ შეიძლება იყოს პოზიტიური. ეს არის უბრალოდ სამარცხვინოდ ქცეული აქციები ამ წუთას. ეს აქცია რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო სანქციები, საერთაშორისო პარტნიორების ასეთი მკაფიო პოზიცია, ხელისუფლების არალეგიტიმურობის აი პოზიციონირება. ჩემი აზრით ეს აქცია არაფერ შუაში არ არის. ეს არის ქოცების შეცდომები, ქოცების უტიფრობა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება. ამ აქციებს, რომელსაც 500 კაცი დადის ახლა და 500 აქტივისტი, რომელიც სადაც ნახევარი ქოცია და მართლა როდისმერე გახდა ვახუშტი მენაბდე, ლევან ლოთხიფანიძე, რაღაცა სოციალისტები, ბოლშევიკები არიან, ჩვეულებრივი ქოცები, სულ ქოცები იყვნენ. და ამათი გაправება ხდება როგორც ოპოზიციონერების და მართლა ოპოზიციონერების გაშავება ხდება. და თქვენ თუ ამას ვერ ხვდებით, რომ ეს ქოცების ყველაზე, როგორ გითხრათ, იდეალური თამაშია ფაქტობრივად. იდეალურად სინქრონიზებული გალანძღო ის ვინც ოპოზიციონერია, დააყენო ის ქოცია. არა, ნამდვილი ოპოზიცია ვინ არის, მე ახლა ამის მტკიცებას არ დავიწყეთ. მაგრამ მე მარტო საკუთარ თავზე და ჩემს მეგობრებზე ვაგებ პასუხს. დანარჩენებზე მე შემიძლია არგუმენტირებულად გითხრათ. ხო მიიჩნევთ. აი 50 პოლიტპატიმარიო რომ ახსენეთ, ეს აქციების შედეგია და არა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არა ეს ერთმანეთს ხელს ხო არ უშლის ხელს. მე ხო ანუ ერთი სიტყვა არ მithავს, რომ ქოცები კაი ხალხია. არა, ნახეთ ერთმა ქოცმა მითხრა, არ წასულიყავი იმ აქციაზე გასაშუქებლად და არც მოგხვდებოდა და არც დაშავდებოდიო. დაახლოებით ასეთ რიტორიკას თავაზობთ ამ ადამიანებს. ანუ ქუჩაში არ გამოსულიყავით და 50 პოლიტპატიმარი არ იქნებოდა. სახლში დარჩენილიყავით. რაღაცა ესე გავიგე. ხო, მართლობრივად პოლიტიკამ გამოიყვანა. არა, ვაიცარი წამდგაცო. ნახეთ, სინამდვილეში ეს ხალხი გამოიყვანა ქართული ოცნების პოლიტიკას გამოყავს ყველაფერი საერთოდ. ეს კი ბატონო, ეს გუში ხوار დაწყებულა ქართული ოცნების პოლიტიკა. გამოიყვანა სინამდვილეში სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა და მედია საშუალებებმა. და ეს პოლიტიკური ძალები გაქრნენ, ეს ხალხი წააქეზეს და წინა ფრონტის ხაზზე დააყენეს და თვითონ დაიმალნენ. ატყდა ჭხუბი, სხვადასხვა ფორმის ჭხუბი. მე არ ვიცახი რომ ქოცები იდეალურად პირიქით ქოცებმა დაიწყეს ჭხუბი. მაგრამ რომელი ჩემი კოლეგა გამოდიოდა, მაგალითად ჩვენ რას ვაკეთებდით? სანდრო აქვიაშვილი იდგა აქციაზე და ეუბნებოდა ჩვენს აქტივისტებს, რომ ვერ დაგეხმარებით. არ გვაქვს ამდენი ძალა, მოდით ხალხო ფრთხილად იყავით, სხვა გზა მოვიფიქროთ. მოდით დავჯდეთ და ვილაპარაკოთ ერთად.
რამე იდეა შევიმუშაოთ, რომ იდეით გავძლიერდეთ და იდეამ დაგვიწვას. მე რატომღაც სულ სხვა ქრონოლოგია მახსოვს, იაგო, ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ ევროპაში ჩვენ აღარ მივდივართ. არა, თქვენ ამბობთ, რომ აქ პოლიტიკურმა ლიდერებმა და თითქოს მედიამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მერე შეუერთდა მათ ამ მომენტში. ხალხი ქუჩაში ოპოზიციის ლიდერები პირიქით იყო და რაღაცა ხალხი ქუჩაში გამოყვანა, ერთია ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მეორე ეს ხალხი ამ ქუჩაში რო გამოვიდა რას აკეთებს და ვინმე მოუწოდებდა ჩვენს გარდა რომ ხალხო ეს არ ქნათ ფრთხილად იყავით ნუ შეაკლავთ თავს ქოცებს იმიტომ რომ ვერ დაგიცავთ იმიტომ რომ ჯერ იდეაც კი არა გვაქვს ჩამოყალიბებული ჯერ მოთხოვნაც კი არა გვაქვს ჩამოყალიბებული ჯერ მართლა არ ვიცით როგორი საქართველოს თვის საბრძოლოდ გამოყვავს ეს ხალხი ეს გაბრაზების მოხდა იყო ეს კონფერენცია გამართა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა რომ აღარ მივდივარ ევროპაში ხალხი გაბრაზდა გამოვიდა რა ოპოზიცია და მე ხო არ გეწინააღმდეგებით რომ კობახიძემ კნა ეს და ხო არ გეუბნებით რომ კობახიძე კაი კაცია ლიდერებმა გამოიყვანეს და მედია არა ლიდერებმა ანუ რას მელაპარაკებით კაცო თქვენ მედიის როლი თქვენ ხო გესმით თქვენ ხო გესმით პოლიტიკური პარტიების როლი როდესაც შეხედება არ გაგვეშუქებინა და არ გამოვიდოდნენ მაშინ აი არ მარგინდა დაახლოებით ასე ვხედავ თქვენს პრეზიდენტს არ უნდა გვეჩვენებინა კობახიძის განცხადება და ხალხიც არ გამოვიდოდა რატომ აბრალებთ იმას და თქვენ ხომ ზუსტად იცით რომ ეს არ მithქვამს ზუსტად ვიცი რომ ასე გავიგე არა ესე გაიგე და პრობლემა ეს არის პრობლემა რომ თქვენ ასე გებულობთ ასე გადმოსცემთ ხალხს ატყუებთ საბოლოო ჯამში და ეს მოთხოვებული ხალხი აკეთებს არასწორ განცხადებებს არასწორ მოძრაობებს ვიღაც ხალხი ხვდება ციხეში და თქვენ არ გინდათ არანაირი პასუხისმგებლობის აღება ამაზე. ისევე როგორც არ გინდა არ უნდა ჩვენს კოლეგებს ამაზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენ შეიძლება ყველაზე ნაკლებად პირადად გეხებოდეთ ეს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს გაილახეთ იქ უსამართლოდ. მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი ზოგადად პასუხისმგებელია ამაზე და არ უნდა ამის პასუხისმგებლობის აღება. ისევე როგორც იქ რომ 500 კაცი რო დგას ახლა აქციაზე. იმას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმაზე რომ მათი ეს გეგმა არ მუშაობს. და ჯიუტად აგზელებენ ერთ რაღაცას და სხვა რაღაცის დაწყების საშუალებას არ იძლევს. თქვენი გეგმა არის რამაც შეიძლება იმუშაოს. ბატონო, თქვენი გეგმა რა არის რამაც შეიძლება იმუშაოს ან იმუშაოს ამ დრომდე. ზოგადად ბიბლია გვეუბნება რომ პირველად იყო სიტყვა. სიტყვის გარეშე, ლაპარაკის გარეშე, შეთანხმების გარეშე გავარდნა. აი, მაგალითად ქართველები რომ შამქორის ბრძოლაზე ან ბასიანის ბრძოლაზე გავარდნილიყვნენ. აი, ქაოტურად წინასწარ მოლაპარაკების გეგმის სარდლის არჩევის გარეშე. რომელიმე ბრძოლა წარმოიდგინეთ, რომელიმე ბრძოლას მოვიგებდით? შეიძლება თქვა? ნახეთ, თქვენ ხო აკვირდებოდით, რომ თავიდან იქ პოლიტიკური პარტიებისთვის არც ტრიბუნა იყო, არც პროცესებს წარმართავდნენ. ახლაც ასეა, ხო? ეს ხო პრობლემაა. ეს როგორც უნდა პრობლემა არ იყოს. მოგიგენიათ, რომ ირაკლი კობახიძის მოსმენის შემდეგ გამოსული საზოგადოება პასუხისმგებლიან ოპოზიციას უკან უნდა დაებრუნებინა, ანუ რაში ხედავთ ოპოზიციის პასუხისმგებლობას. მე ამ ლოგიკაში ვერ გამოვიყვანე. ოპოზიციის პასუხისმგებლობას როგორ შეიძლება ვერ ხედავდეთ? აი, უბრალოდ დაფიქრდით, ერთი წამი დაფიქრდით. ხალხი, სწვის რა უნდა ეთქვა ოპოზიციას? უნდა ეთქვა რომ არა ხალხო მაინც ცოტა ხანი გვაცალეთ ჩვენც აგერ შევიკრიბებით გვალმაგიდასთან საჯაროდ ტელევიზორში გავხსნით ეთერებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს რო ეთერების ტელევიზიები აქვს იმ ტელევიზიებს გავხსნით და ერთად თქვენს თვალწინ საჯაროდ მოვიფიქრებთ პოლიტიკურ გეგმას რა არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში თუ შენ ამას არ შემომთავაზე არა მაინც ხალხს ამ რაღაცა მანამდე გეკნა ვინიშლი და ხელ წინასაარჩევნოდ გეკნა იგივე ჯერ ერთი შეცდომა დაუშვა პოლიტიკურმა პარტიებმა კი არა შეგდებულად გააკეთეს ეს რომ არანაირი გეგმა ქვეყნის მოწყობისე კონცეფტს რო წაეგოთ მე რა ხდებოდა ეს არ არსებობდა ახლა წარმოვიდგინეთ არჩევნები მორჩა წავაგეთ ეს სხვა საკითხია კიდე მაგრამ არჩევნები მორჩა ხალხი გამოვარდა კობახიძის ნათქვამის გამო ქუჩაში აი ამ ქუჩაში გამოვარდნილი ხალხის უიდეოდ დატოვება და ზოგადად ნებისმიერ იდეის მოკლა იმითი რომ ტელევიზია დახურო იყოს მარტო ყაყანი ისმოდეს რაღაცა ემოციური ბღავილი ვიღაც მსახიობები გამოდიოდნენ ვიღაცა საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიოდნენ ნაცვლად იმისა რომ იკრიბებოდნენ პოლიტიკოსები და გეგმას აი როგორც სარდლები ჯარისთვის გეგმას აკეთებენ ლიდერს არჩევენ ლიდერებს არჩევენ და ჩვეულებრივად ხდება დალაპარაკება ერთმანეთში ეს პროცესი ხო არავის არ გაუვლია ეს ხალხი ხო სისტემას შეატოვეს დააჭერინეს გამოიყენეს და დღესაც იყენებენ მსხვერპლად ამ ხალხს სინამდვილეში იმისთვის რომ პროტესტი რაღაცნაირად ვითომ 500 კაციანი პროტესტი არ ჩაცხრეს და ჩვეულებრივად აძლევენ ქოცებს საშუალებას რომ საკუთარი თავაში მოგახვიონ თავს და ის ატრიალონ ნაცვლად იმისა რომ აქეთ მხარეს არსებობდეს ალტერნატიული გეგმა არსებობდეს კრიტიკული კითხვები რასაც გურამი უსვამდა ანა ბუჩუკურს ეგეთი ყველა პარტიასთან მაგალითად ლელოსთან ასეთი კითხვები ახალთან საიდან ქონდა ფული მაგალითად წინასაარჩევნოდ და რამდენად სანდოა ხალხი რომელიც 40 მილიონს შეულობს წინასაარჩევნოდ
გახარიასთან ასევე რომელიც კითხვები არ დავსვით ყოველდღიურ მოყვანილი ეს არაფერ შუაში არ არის როგორ შეძლეს მობილიზება ეგრე უპასუხეს გურამსაც როგორ შეძლეს მაგრამ სინამდვილეში რაც ერთხელ გურამმა გააკეთა ის უნდა ყოფილიყო ყოველდღე რომ აი აქ უპასუხისმგებლად არც ერთი პოლიტიკოსი არ დამჯდარიყო და ჩვეულებრივად ეს ხალხი არ შეეტოვებინათ სისტემასთან ჩვენ რო არ შეგვეძლო დაცვა ჩვენს მომხრეებს უთხარით ხალხო არ ქნათ ვერ დაგიცავთ და სისტემა საშინელება ამწუთას არ არსებობს სასამართლო არ არსებობს პროკურატურა დამოუკიდებელი ამ შემთხვევაში არ არსებობს არაფერი და დაცვა შეგვიძლია რომ რამეზე ბოლო პერიოდში თლიანმა ოპოზიციამ შეთანხმება შეძლო ნუ რისთვის უნდა ეცადა ხალხს სანამ არ შეძლებს როგორ შეიძლება იქ მოიგოს აზრით პროცესები ხომ არ იყო ასე რომ თავად იქ შეკრებილი საზოგადოება კარნახობდა პოლიტიკურ არა ეს სისულელია იქ შეკრებილი იქ ბოს არ შეუძლია უკარნახოს ვინმეს რამე რაც იქ ახლა შეკრებილია ის ვერავის ვერაფერს ვერ უკარნახებს შეუძლებელია არა რას ნიშნავს კაცო აზრის მიტინგზე თქვენ ჯერდი მერა მამარდაშვილი ამბობდა ამას რომ მიტინგზე არ არის აზროვნების პროცესი მიტინგზე არის ემოციის პროცესი მიტინგზე არის ხალხი რომელიც ემოციურად ყვირის რაღაცას და რაც წინასწარ მოთხოვნები ჩამოწერილია მიზანი განსაზღვრულია იმისთვის იბრძვის მაგრამ მიტინგზე ინტელექტუალური საუბრების დრო ხო არ არის არც საშუალება არ არის მიტინგზე როგორც თუ შენ მიხვალ აზრის ჩამოუყალიბებლად ნებისმიერი მიტინგი გახდება ბრბო როგორც ეს გახდა და ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა ჩვენ გონია რომ ვიღაცა 500 კაცი როზის ის კოცებს დაამხობს და მე საერთოდ არ მჯერა ეს და საერთოდ გონია რომ ყველაფერი უარესად და უარესად მოხდება სანამ აზროვნებას არ დავიწყებს ბატონო გადავიდეთ იმაზე თქვენი აზრით რა დაამხობს კოცებს ამაზე პასუხი არის მათემატიკური ფორმულასავით მოусმინოთ მგონი მოусმინოთ რუსთაველზე შეკრებილებს როგორც ჩანს მათი აზრი დიდად არ გაინტერესებთ მაგრამ ჩვენი გადაცემა ვიღა მე არ გამაურიცხავ რომ რუსთაველზე იყოს ვინმე ნორმალური ადამიანიც რომელიც სხვადასხვა მოტივების გამო იქ მოხვდა მაგრამ ამ წუთას მორალი რომელიც რუსთაველის გამზრდელ ტრიალებს არის არასწორი არის ცილისწამებლური შეურაცხყოფელი და ძირითადად ქოცური იმიტომ რომ ჩემი აზრით ქოცები მართავენ ამ პროცესს როგორც დაიტოვეს მართავენ ქოცები და ხალხს გონია რომ ოპოზიციური ჯგუფია როგორც სხვადასხვა პარტიებს მართავენ ქოცები ზუსტად ასე მთელ ამ პროცესს ახლა ქოცები მართავენ ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა და მანამდე რაღაც შედეგობრივი არგუმენტი ხომ უნდა გქონდეს რა მეტი რა უნდა იყოს არგუმენტი შეხედეთ 10 ჯერ შემცირდა რაოდენობა ნახევარ წელიწადში ნორმალური ხალხი გარბის აქციიდან მეტი რა შედეგი უნდა გქონდეს დაიტოვე თავიდან რომ 200 კაციანი შედეგი გახდა და ემოციები იყო ანუ სახლში ყოფნა რა შედეგს მოიწოდა ეს არის ქოცების შედეგი ეს ხალხი ქუჩაში რომ იდგა და არ დაიღალა ქუჩაში რომ იდგა ეს ხალხი და არ დაიღალა ამ მოიტანა შედეგი საერთაშორისო მხარდაჭერა მათ შორის მოიძახეთ ახლა ერთ და იგივე სულ რატომ არ უნდა ვიძახო როცა არის ეს შედეგი არა რა შედეგია არ გამაგიჟოთ ისევად ისტორიაში დასაგებია მოქმედი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მაღალ ჩინოსნები იანვარში იყო ეს შედეგი ახლა სახლში შევიდეთ ფეხბურთზე გადავიდოთ და მოჩა ახალწელს შევხვდით დასანქცირებული მთავრობით და ანუ თუ ახალწელსა და ძველი ახალწელს მაინც და მის მერე სულ იკლებს რაოდენობა სულ ქოცები ეს არ ნიშნავს რომ ბრაზილს იკლებს იაგო ყოველდღე შესაძლოა იქ კაცად ბრაზილი იმიტომ კი არ იკლებს რომ იქ აქციაზე ხალხი დგას ბრაზილი იმიტომ არ იკლებს რომ ქოცები იქცევიან ცუდად თქვენ ქოცების დამსახურებას ხალხის გაბრაზებას ნუ მიაწერთ აქციაზე მონაწილეებს აქციის ორგანიზატორებმა ყველაფერი იქნეს იმისთვის რომ დედაუტირეს აქციებს გუწრფელ ხალხს რომელსაც მართლა უნდა რაღაცის შეცვლა ყველაფერი გაუკეთეს იმისთვის რომ უტყდებოდეს აქციაზე გამოსვლა ეს ხო ყველას გვესმის უბრალოდ შეხედეთ რაოდენობას რა დაემართა აქციას დარჩა იქ აქტივისტების ჯგუფი პლუს დამატებული დაპატიმრებულ ადამიანთა ოჯახის წევრები რომლებიც გამწარებულები არიან ხო და თქვენ აი ამ უაზრობას რომელიც რუსთაველზე ტრიალებს წარმოვაჩენთ როგორც აზრს აჩვენებთ საზოგადოებას და ატყუებთ მთელ ქვეყანას თითქოს ეს მართლა ხდება ქვეყანაში და ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს იმიტომ რომ უაზრო გახდა აქცია არ დაგეთანხმოთ რომ ჩვენ უკარნახობთ ადამიანებს ხო გითხარით ორი ჯგუფი რომელიც არაფერი არ ეშველება არაფერი არ ეშველება ორგანიზაციის დამეთანხმება არის საზოგადოებამ განსაჯოს და არ შეიძლება საზოგადოებამ განსაჯოს ამაზე არ უნდა ვიკამათოთ არა ნახეთ ჩვენ რო თქვათ აი წარმოიდგინეთ თქვენ რო თქვათ რომ ვიღაცას რაღაცა ტკივა ხელი რა ტკივა ვიღაცას და უნდა როგორ უნდა უკურნალოთ თქვენ პასუხობთ ამ კითხვას რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოსო და საზოგადოება არ წყვიტავს ასეთ საკითხებს ასეთ საკითხებს წყვიტავს სპეციალისტები და ის ხალხი რომელიც აქციაზე ჯენზი კი დგას რომელსაც წიგნი არ წაუკითხავს რომელსაც ლექციაზე ყოფნა ეზარება ლექტორები დეგენერატები ყავდა უნივერსიტეტი არაფერს არ ასწავლიდა და გამოდის ფილოსოფოსად დგას ზუსტად იცის რომელი ვინ არის ეს ვინ არის პოლიტიკაში გარკვეული ძალიან ბევრი ადამიანი გაგაცნობთ ამ ადამიანებს და აი თქვა გაგაცნობთ მე მზად ვარ ყველა არ უყურებთ არა მოიწვიეთ ეს ხალხი
თქვენ რომ ესეთი გონია კარნახობთ ადამიანებს აქციიდან მოყვავს ხალხი და საუბრობენ მათ შეხედულებებზე რატომ დგანან ხო და აი მე რო ვარ ისე მოიწვიეთ ჩვენ რო ვართ ანუ დებატები მოაწყვეთ ვიღაც სულელი ხალხი მარტო გამოდის რაღაც აზრებს აფქვევს და ვიღაც მას რო უსმენს კიდე და თავის ცხოვრებით რო ცხოვრობს საერთოდ რო არ ცალია პოლიტიკისთვის ის ამას იჯერებს და ეს აზიანებს საერთო საქმეს ჩემს საქმეს შენ საქმეს გურამის საქმეს და ქოცებს უხანგრძლივებს ამ ქვეყანაში ყოფნას ისევე როგორც 10 ჯერ მეტი აქცია რო იყო გასულ წელს ანუ უნდა მომატებულიყო 10 ჯერ და დაიკლო 10 ჯერ ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა მათემატიკის აღიარება არ გვინდა გესმით ამაში რა პრეტენზიები აქვთ თქვენთან ისინი ამ რიტორიკას რა თქმა უნდა არ იზიარებენ მაგრამ თან გირჩევენ რომ კრიტიკის პარალელურად მათ საკუთარი ხედვაც შესთავაზოთ რომ თქვენ რაც გააკეთებთ კრიტიკა მარტივია და ალტერნატივას რატომ ვერ ვთავაზობთ პრობლემა არ მაქვს თქვენთანაც ზათ არ მოვიდე ჩემთან მოვიწე დავპატიჟო მოვიწე უბრალოდ გაბანძდებიან სამარცხვინო იქნება ჩემ მოდით მოვუსმინოთ იაგო თქვენს კითხვებს რა კითხვები აქვთ რუსთაველზე შეკრებილ თქვენთან კითხვების გარდა ბუნებრივია მათ გამოთქვეს დამოკიდებულება თქვენი ვის მეც გამოვთქვი კი ბატონო არა ვერ ვიტყვი ზოგადად ანია ცუდი სიტყვები ადგება პირზე წარმოუდგენლად ცუდი სიტყვები მახსენდება იმიტომ რომ აი გაბოროტებული სოფლის დედაკაცი რო იქცევა ზუსტად ისე იქცევა ვერ მიიღო ხმები არჩევნებში და იმის ნაცვლად რომ მიზეზები ეძებნა რატომ მოხდა ესე დაიწყო ოპოზიციის ლანძღვა და რა ვიცი ძალიან მიუღებელია მიუხედავად იმისა რომ რა ვიცი სხვა წარმოდგენა მქონდა ჩემთვის იმდენად გაურკვეველი პერსონა არის იაგო ხვიჩია რომ ვერც ხვდები რა შეიძლება რომ ვკითხო აი მგონია რომ ადამიანს არ გააჩნია საკუთარი მე და რაღაცა თავისი აზრი ხან იქით არის და ხან აქეთ არის და შესაბამისად ალბათ არაფერი კითხვა არ მაქვს იაგო შენთან ხო არ გავლანძღავ თან მით უმეტეს ეთერით ეს დროხების რძის თემა რო იყო ხო აი იქ ბაგაზე ღია კალის დღე რო იყო და იქაც რო იყო ანუ რაღაცა აი კი შეიძლება მიხვიდე მაგრამ აი მიზეს ვერ მიხვდია საფუძველს ან რატო უნდა მიხვიდე რა უფრო მეტად ანუ ცდილობს ხოლმე რომ აი ხელისუფლების ნარატივებს გამოეკომაგოს რა ხო და აი ეს უბრალოდ აი ხანდახან აი ეჭვების საფუძველია თორე ან მას აქვს ყველანაირი უფლება რომ აი თავის აზრი ქონდეს ჩვეულებრივი დემაგოგია ანუ ძალიან კარგად გამოსდის ეს დემაგოგობა ვისაც აჯერებს ხალხი ძალიან კარგად ხვდება ვინ არის და ამიტომ ჯობია რომ თავის თავზე იმუშაოს ცოტა და ხალხთან იყოს თავის მარტო ანუ ამბიციები და თავის თავზე არ ფიქრობს რა მაგას ურჩევდი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის წარმომადგენელია ეგეთი კითხვა მაქვს მიპასუხოს არის თუ არ არის წარმომადგენელი რუსეთის მე კი ვიცი მაგრამ მაინტერესებს მაგის შეხედულება ცოტა ჩამოყალიბდეს საით არის იმიტომ რომ აგერ ხალხი აქ ვართ რაღაცა ჩვენი მოსაზრებები და მოთხოვნები გვაქვს და გვაინტერესებს რა უფრო მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია მარტო იაგომ სარეხება პრინციპში ეს მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ყველას ერთად მათ შორის იაგოსაც რა ხო და მგონია რომ უნდა უფრო კონსოლიდირებულები ვიყოთ ახლა შეიძლება ცოტა ისეთ შაბლონურ და ტრივიალურ რაღაცებს ვამბობ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ არის იმის დრო რა რომ ერთმანეთს ვეკიშპოთ. ოპოზიცია იმიტომ ვერ იგებს არჩევნებზე იდიოტები გადიან პირველ მეოთხე ადგილას ოპოზიციაში და როგორ უნდა მოიგოს ამ ოთხს ბიძინა ყველას ჯობია. გესმის? ყველანა იდეითაც ჯობია, ადამიანურადაც ჯობია და სანდოობითაც ჯობია. ყველაფერს თავი დავადებოთ. აი ამას უპასუხე რა. და 2%-ს რო აიღებ არჩევნებში და ამას იტყვი რომ ბიძინა ყველას ჯობიაო და ყველაზე მაგარიაო და ამის მერე რომ თავმოყარეობა შეგჩება იმის რომ კიდე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა რამე გააკეთე რომ ბიძინას აჯობო არჩევნების მერე თუ რა ვიცი წელს ბიძინაც იღებს მონაწილეობას და მაშინ თუ გჯობია რა შე რატო უნდა მოგცეთ ხმა მოდი მაშინ შენი აზრით ისევ ბიძინას ხო არ მივცეთ ხმა ამის მერე კიდე ბედავ და არჩევნებზე გამოდიხარ ახსენი რა ახსენი აი შენივე სიტყვები ახსენი კითხვას თავი დავანებოთ რა ვადევნებ ხოლმე თვალს იაგოს და ძალიან ხშირად აკრიტიკებს ხოლმე იმ ხალხსაც რომელიც ყოველდღურად რუსთაველზე დავდივართ და საერთოდ ყველას ვინც საპროტესტო
მოძრაობებში თუ რაღაც მოვლენებში არის ჩართული და მაინტერესებს თვითონ რას აკეთებს, რა ალტერნატივას თავაზობს, იმიტომ რომ მე პირადად იმის განსამ მიჩნდება ხოლმე რომ კრიტიკას იქით არასოდეს არ მიდის და ქონდა თვითონაც წარსულში მცდელობები, მაგრამ წარუმატებელი და ამას როგორ ახსნის და თუ ასეთი მარტივია ყველაფერი როგორც ამას თავად აღწერს ხოლმე, მაშინ რამ შეუშალა ხელი რომ თავად მიეღწია იმ შედეგებისთვის, რომელსაც ჩვენგან ითხოვს. გიორგი კალანდარიშვილს მისცა ხმა თავის დროზე, როცა პარლამენტში იყო და მაინტერესებს მოსაზრება მოვისმინე, რომ გაუცვალე კვოტირებაშია და მაინტერესებს კვოტირებაზე მეტი პრობლემა ამ ქვეყანაში გვაქვს თუ არ გვაქვს. აი ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა, მაშინ საერთოდ მე მგონია, რომ ქოცები, ეგრეთ წოდებული ქოცები, იმას მაინც გეუბნებიან, რომ კი ქოცები არიან, კი რუსეთი უნდა და იაგოს გირჩი, ჩემი აზრით, რაღაცა რუსეთის თამაში თამაშობს ისეც, რომ თან ლიბერალია, თან ვითომ ისეთი აზრები აწუხებთ რაღაცა განვითარების ამ ქვეყნის და სინამდვილეში ჩემთვის არიან ქოცები, როგორც ხანერთ როგორ უწოდო, არ ვიცი, თუ ჩამოგშორდებიან და დაგვენებენ თავს და თან არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ძალიან გამიხარდა. ძალიან რადიკალური ხარ. ძალიან რადიკალური ვარ, კი. იმიტომ რომ საკუთარ ძმას არ ველაპარაკები მაგათ გამო და ამიტომ ძალიან რადიკალური ვარ. იაგოს რომ მისცა ხმა, ამიტომ არ ელაპარაკები ძმას. დიახ. და იცის ყველა მე. ორი შეკითხვა მაქვს იაგოსთან რა. პირველი, რას მიცემდი იაგო ტეხას მოტრის სანაცვლოდ ქართულ ოცნებას? ეს შეკითხვა მაქვს, როგორც ერთ-ერთი დაპირება მისი წინა საარჩევნო რა. ყველაზე კრიტიკულ არჩევნებში ალბათ ბოლო 8 წლის განმავლობაში. მაინტერესებს მისი პოზიცია, რომ სანაცვლოდ ხო რაღაცებს ვსვლიდა ხოლმე. ტეხას მოტრის სანაცვლოდ რას გააკეთებდა ოცნებისთვის. და მეორე შეკითხვა მაქვს, რა იყო მისი პოლიტიკური პასუხისგებლობა, ასე ვთქვათ, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვან დროს არჩევნების წინ იცოდა, რომ 5%-იანი ბარიერი იყო, დამოუკიდებლად გავიდა და პოლიტიკურად არ გაამართლა, ვერ შევიდნენ, საიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი წაიღო ქართულმა ოცნებამ, რაც შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, რომ დემოკრატიული არჩევნები ყოფილიყო, გადამწყვეტიც ყოფილიყო ოცნების მხარეს. მაინტერესებს აი კონკრეტულად ამაზე რა პასუხი აქვს, რა იყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში. იაგოს და მისი გუნდის გადმული ნაბიჯების ლოგიკის მესმის იმ კუთხით და იმ პერსპექტივიდან, რაც გულისხმობს წმინდა დოქტრინულად თუ იდეოლოგიურ ხაზს გაყოლა და შესაბამის ნაბიჯების ამ იდეოლოგიური ხაზის მიხედვით გადადგმა. თუმცა მე ღირს მაწავს, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად მცირე, ასე ვთქვათ, შეხებაშია პოპულიზმთანაც, ეგრეთ წოდებულ ვითომ პრაგმატიზმთანაც, ანუ სიტყვაზე პარლამენტში შეხვედი ვითომ იქიდან ნებრძვი. შესაბამისად, სანამ ის ესეთ გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს, მე ვთვლი, რომ მან და მისმა გუნდმა დიდი სურათი და ხანგრძლივი პერსპექტივები და მოვლენები ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო ფრთხილად და უფრო მეტი დაკვირვებით უნდა გაანალიზოს. ის რო დღეს აქვთ გავართ, რაღაცა წილი, ზუსტად მათაც ეკუთვნით და მაგიტო ვართ ახლა აქ, რომ CSKA-ს ყავდა ის ხელმძღვანელობა, რომელმაც ფაქტობრივად არჩევნები გააყოლმა. მომავალს როგორ ხედავს, აი 2030-ში რა სიტუაცია იქნება? მანამდე დიდ ოპტიმიზმს არ ასხივებს ხედავდნენ, როცა усმენ ხოლმე და სადღაც ხოლმე ხედავდეს პოლიტიკოსი რაღაცა პერსპექტივაში სიკეთეს. როდის იქნება კარგი ამბები. 2030 საკრალური თარიღია, კაი ხანია. საზოგადოება 2030-დან მოყოლებული რაღაცა მოხდება. იაგომ უნდა იცოდეს წესით? თუ შეიძლება არ იცის, მაგრამ მოდი ამაზე იფიქროს ცოტა ხანი და რამე პასუხი გითხრა. ხო არ მოიცავს ეს კითხვა იმასაც, სად ხედავს საკუთარ თავს 2030 წელს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს და ყველას. საკუთარი არის მტარი. გადარჩება დაუშველი. უსამართლო სასამართლო. ხალხი ძალის ეშინოდეს. ერთმანეთს მხარ და მხარ.
იაგო ხვიჩიასთან არაფერი არ მაქვს საქმე, მე მას პოლიტიკოსაც საერთოდ არ აღვიქვა. უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მისი გადაცემა ბევრ კარგ რაღაცაში ადგება მსმენელს, მე მგონია, რომ იმდენი ნაძირალას გათეთრებას ემსახურება, რომ თავადაც არ შეიძლება, რომ ამ გადაცემის წამყვანი იყოს სუფთა კაცი და პოლიტიკოსად რო არ ვარგა, ეგ ისედაც მე მგონი ყველასთვის ფაქტია. 90% ვინც იქ მიდის, არიან ნაძირლები, მოღალატეები და ქვეყნის გამყიდველები, რომლებიც თავის მაშინდელ პოზიციას თუ სახელმწიფო წრეებში ყოფნას ამართლებენ იმით, რომ რაღაც გარემოებები თურმე არსებობდა და დარწმუნებული ვარ იგივე მოხდება 20 წლის მერე, 10 წლის მერეც და დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც 1000 სიბინძურეს იგონებს, 10 წლის მერე ისევ იაგოსნაირ ხალხთან მივლენ და ერთმანეთთან პირზე ღიმილით ისაუბრებენ, თურმე რა გეოპოლიტიკური კონტექსტი არსებობდა საქართველოში. მე ყველაზე მეტად იაგო ხვიჩიასთან ეგ მაღიზიანებს, რომ ამ ხალხს კრიტიკულ კითხვას კი არ უსვამს. რაღაც თავიანთ სიფრთხეში ესაუბრება და თავიანთ ტონალობაში ესაუბრება ამ ყველაფერს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დახია წლობით უკან. იაგო ერთხელ თქვენ გადაცემაში ყავდა და თქვა ესეთი რაღაცა. ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი იმიტომ კი არ არის, რომ რადგან ევროპისკენ არ მიდის. არამედ იმიტომ, რომ სხვა რაღაცებს აკეთებენ, ვერტიკალური შემოიღეს მართლობა და ესეთ რაღაცები და მიშას შეადარა ამითი. და გათანაბრება უნდა, რომ მიშას რეჟიმიც რუსული რეჟიმი იყო. ანუ მიშას მართლობა. და ეს კითხვა მაქვს, თუ იცის რომელიმე ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპისკენ და არის რუსული რეჟიმი. მიაგო, ვიცით რომ კოცი ხარ, ვიცით რომ რუსეთის საქმეს აკეთებ და ვიცით რომ ბიზნეს საქმეს აკეთებ და მიგიხვდით ყველა манипуляციას და არც სახში არ დავჯდებით, არც დავისვენებთ, არც ჩუმად არ ვიბრძოლებთ, არც სახლიდან არ ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ იქიდან საიდანაც საჭიროა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კოცებს შენც გაყვები. ყველაზე მეტად სასაცილოც და გასამწარებელიც იყო აი ეს რაღაც ამ გაყალბებული არჩევნების და ამ ყველა ბოროტების მერე რომ ხალხს რო ეუბნებოდა თითქოს რა ქვია ჩუმად იბრძოლეთო თუ რაღაც ეგეთი სისულელე რა. ანუ ეგ სხვათა შორის ძალიან ისეთი პროპაგანდისტული მეთოდია. რუსეთშიც ძალიან ბევრი რელიგიური სექტა და ეზოთერული სექტა ზუსტად ამაზე მუშაობს რომ ადამიანებს ასწავლონ რომ თითქოს ყველაფერი სადღაც ზეცაში წყდება და ცდილობენ რომ ადამიანები გახადონ რაც შეიძლება აპოლიტიკურები, უმოქმედოები და აი იაგო ზუსტად ამას აწვევა და ვურჩევდი რომ ცოტა სხვა მხრიდანაც შეხედონ სიტუაციას. ცეცხლი ავტორიტარის. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად მიაჩნია თავის თავი? იაგო ხვიჩიას კი. თქვენ როგორ ხედავთ? მე ვერ ვხედავ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, უფრო კოცების საქმეების შემსრულებლად ვხედავ. კოტირების კანონს დაუჭირა მხარი, ასევე საპროტესტო აქციების გაშავებას ცდილობდა მუდმივად, ასევე ტელევიზიებს უტევს, იმ ტელევიზიებს, რომლებიც კრიტიკულები არიან ამ მთავრობის მიმართ და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დღევანდელ დღის წესრიგში, რომ საპროტესტო დღის წესრიგი ჯანსაღად და კარგად წარიმართოს. და ეს არასწორია. რატომ განაგზობს ისევ ქართული ოცნების დაკვეთების შესრულებას? დაკვეთები შეიძლება პირდაპირ ცოტა უხეშად მოეჩვენოს, მაგრამ ირიბად რატომ რატომ ასხავს მათ წისქვილზე წყალს? ეს კითხვა მექნება იაგო ხვიჩიასთან. კოცემთან რამეზე ვაჭრობა არის ღალატი საზოგადოების და საქართველოს მეტი არაფერი. ჩვენ ესე ვთქვით და ობიექტურადაც ესე შეიძლება შეფასდეს, იმიტომ რომ კოცებთან ვაჭრობა იმის გამო რომ რაღაც სარგებელი მიიღოს მათ თუნდაც კოცებისგან, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის როგორც ჯანსაღი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის და თუ ეხლა კითხვას დასვამს რომ თქვენ დემოკრატიული საზოგადოება არ ხართო, მინდა მას უთხრა ერთი რაღაც, რომ ჯერ საკუთარ თავს დაუსვას ეს კითხვა, რამდენად არის ლიბერალი და რამდენად არის დემოკრატი. ასეთი იყო ხალხის განწყობები რუსთაველზე, ხშირად ეცინებოდა მე არ მინახავს ეს ვიდეო მანამდე. ხო ხართ მოწმე. ხო დაადასტურეს, რასაც ვამბობდი. თელი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელსაც უპასუხებ ჯანელა ერთ-ერთი მათ შორის, ხო დაადასტურეს, რასაც ჯერ ხო აი ჩვეულებრივად რუსთაველის გადაკეტვა რას ნიშნავს? ამაზე ვერ ჩამოყალიბდა ეს ხალხი. ტრადიციულად რუსთაველი კეტებოდა და მაგას ნიშნავდა რუსთაველის გადაკეტვა, რომ ხალხი არ ეტეოდა მთავრობის ახლისი.
და იკეტებოდა რუსთაველი. რუსთაველის გადაკეტვის კონცეფცია, სადაც 30 კაცი დგას შუა რუსთაველზე, კლოუნივით რაღაც მასკებით, ზოგს თვალი აქვს ახვეული, ზოგს რაღაცა აქვს. ნუ მეტყვით ახლა იმას, რომ იმალებიან. არა, რა ჯარიმები ხალხი ზოროსავი თვალი რო აქვს ახვეული, მაგითი ვერ მოახდენენ იდენტიფიცირებას. აი თვითონ ფორმითაც კლოუნადას დაემსგავსა ეს ყველაფერი. თვითონ ადასტურებს, აი თქვენი კადრები ვინმე რო ნახოს, ეს ადასტურებს რასაც ვლაპარაკობ. და უბრალოდ ეს ხალხი, რომელიც აი ბოლო სტუმარი ერთ-ერთი ამბობდა რატომ ასხამ ქოცების წისქვილზე წყალსო? აი ამ კლოუნადას რო ატარებ. ამაზე მეტად ქოცების წისქვილზე რა ასხამს წყალს. და ჯანელას უპასუხებ ამ შეკითხვას 2030 წელსო რა გვეშველება როგორ ხედავ და ისევ ბიბლიიდან მოვიყვან ციტატას. აი ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ 2030 წელს 40 წელი მთავრდება. 40 წელი ბიბლიური თარიღია მოგეხსენებათ. მოსემ ამდენი ხანი ამოგზაურა ხალხი ეგვიპტიდან ახმულ მიწამდე. იმიტომ კი არა 40 წლის სასიარულო იყო იქ. იმიტომ რომ ეს ხალხი გზაში უნდა გამოსწორებულიყო და თავისუფლება რა არის, უნდა ცოდნოდა. აი მე მართლა ამის იმედი მაქვს, რომ 2030 წელს აი ეს კლოუნად აღარ გვექნება და გვეცოდინება რას ნიშნავს მართლა ბრძოლა, რას ნიშნავს სერიოზულობა, განსაკუთრებით ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის ქართული ცნება და ბიძინა ივანიშვილი. და აი ესეთი კლოუნადა იქნება განდევნილი ნორმალური ხალხის მხრიდან. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა სხვათა შორის, აი ზუსტად ამას აწვევაო იაგო, რომ აი სადღაც ზეცაში წყდება ყველაფერი, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო და დაახლოებით რაღაცნაირად ადასტურებთ ამ მიდგომას ახლა. არა, ზოგადად ქართველმა ხალხმა რომ ბიბლია გადაიკითხოს შინაარსიანად, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე იმ ხალხისგან ნაკლები მოლოდინება იქ რო ახლა გიჟობებს ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგადად ეს იგავი კი არ არის, რასაც მე ვლაპარაკობ. ეს არის ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ მონობაში რო გაიზარდე და დაიბადე, შენ დრო გჭირდება იმისთვის, რომ თაობა შეიცვალოს და თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი საზოგადოება ააშენო. მე მჯერა რომ 40 წლის გასვლის მერე და ეს თარიღი შემთხვევით არ წერია ბიბლიაში. ეს საზოგადოება შეიცვლება ისე, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ასეთი კლოუნადა არ იქნება, რასაც ახლა ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. ამას არაფერი კავშირი არც ბრძოლასთან არ აქვს, არც რუსთაველის გადაკეტვასთან არ აქვს, არც პროტესტთან არ აქვს. და კარგი იქნება თუ ამას დროზე მივხვდებით და იმ ხალხს, რომელიც ახლა აფრთხობს ნორმალურ ხალხს რუსთაველზე გამოვიდეს, რაღაცნაირად იქაურობას გავარიდებთ. იმიტომ სულ იქნებიან ქოცები. სანამ აი ეს კლოუნადა იქნება რუსთაველზე მოწყობილი, ქოცები სულ იქნებიან. ბატონო იგო, ის რასაც თქვენ უძახით კლოუნადას, შესაძლოა და მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებისთვის არის პრინციპის საკითხი და როდესაც ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ჯარიმებს უწესებს 5000 ლარიანი ჯარიმა, ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ბევრისთვის შეუძლებელია ამის გადახდა, ხო? ეძებენ გზებს, როგორ დარჩეს რუსთაველსაც, რუსთაველიც გადაიკეტოს და ამით რეზონანსი ხმა მიაწვდინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე გაგახსენებთ, რომ მეგობარი აქტი ახლახან მიიღეს, ხომ თქვენ ამბობდით, რომ ახალი წლის შემდეგ რეალობა არ შეცვლილაო. იცვლება ეს რეალობა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება სწორედ ამ ხალხს პასუხობს, ხო? და დავანებოთ მოდით აი ამ საკითხს, ავიდა ყოველს შეურაცხყოფას, თქვენ ამბობთ, რომ ყოველს არ ვაკეთებ ეს შეურაცხყოფას. ნუ ვისაც მიაყენეთ, არის ეს ცოტა ფრთხებაო ხალხი. არის ქვეყანაში სამწუხაროდ. მაგიტომ ხება ეს ხალხიო, ვინც თქვათ რუსთაველზე მყოფი საზოგადოების გამო შიშობს ან თავს იკავებს აქციაზე გამოსვლისგან. არა, არის ეს ფესხო ფაქტია. არა, კაცო, მე ვერ ვესაუბრები, მე ვერ ვესაუბრები, იმიტომ რომ გონიათ რომ ქართულ ოცნებას შეიძლება დაუპირისპირდეს, მაგრამ არა ინფორმით, რა ფორმასაც ეხლა ვადევნებთ თვალს, თქვენ შექმენით ეს ალტერნატიული. არა, მასე ხო არ ხდება. წარმოვიდგინეთ, ეს დაახლოებით როგორ რაღაცა იცი რომ ნახეთ როგორ წარმოვიდგინოთ ერთი წამით წარმოვიდგინოთ ფეოდალური საქართველო. და სიტყვაზე 10 ფეოდალიდან 9 გიჟია და იძახის რომ ჩვენ რაღაცა მტერს უნდა ვეომოთ აკრობატული ილეთებით. პირობითად, რაღაცა გიჟობა უნდა გავაკეთოთ, რაც აი მაგალითად ჯარიმის გადახდისნაირი გიჟობა, როგორიც იყო. რომ ქოცები გავამდიდროთ ამ აქციაზე, სინამდვილეში დავაჯარიმებიოთ თავი, მე გადავიხადოთ 36 მილიონი. აი ეს არა ჯარიმებინებს თავს და ესეც არა, რას მე ლაპარაკები, იმის იდენტიფიცირებას რა უნდა? მართლა მე მაგალითად არ მეკეთა პირბადე და მე ვასრულებდი ჟურნალისტურ ხალხის იდენტიფიცირებას რა უნდა ელისო რა უნდა ხალხის ასე იდენტიფიცირებას არა ეს კლოუნადაა სინამდვილეში ამას არადნაირი სერიოზულობა არ გააჩნია ხო მე რა მაგალითის მოყვანა მინდა იცით რომ ერთი ვიღაც რო იყოს ცალკე ერთი ფეოდალი რომელიც იძახის რომ ხალხო არ შეიძლება ასე მოდი სხვანაირად მოვიქცეთ და ამას ეს ხრა რო ეუბნებოდეს რომ მიდი შენ ცალკე ეომე თუ მაგარი ხარო ეს ხო არ იქნება სწორი საერთო საქმისთვის ხო სწორი ის არის რომ ამ ერთმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ დანარჩენი 900-ზე ხო და მაგას გეკითხებით რას აკეთებ თქვენი კონტრიბუცია რაშია ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების გამარცხების საქმეში თუ ეს არის თქვენი ჩვენს ლაივებს უყურებთ შედადაში ვერ მოვიტყუები რომ ხო და აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი ყველა ნაბიჯს ესე რომ იძახიან რომ თავად გეგმა შემოგთავაზნო
ყოველდღე დილას საღამოს ველაპარაკებით ხალხს იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი. იაგო, საქმე რანაირად შეიძლება მე მიქრას მე არ ვლაპარაკობ რა არის გასაკეთებელი ამაზე. ეს ხო უნამუსოა. მე გიყურებ ძალიან ხშირად TikTok-ზე. ლამის ყოველდღიას ვიწყებ TikTok-ზე თქვენი ყურებით. და თქვენც ვერ გაიგეთ რა გვინდა? თქვენ ბევრს ლაპარაკობთ და საქმე სად არის? რამ შეგიშალათ ხელი რომ გააკეთოთ ის, რასაც თხოვთ რუსთაველზე მყოფებს. რას ნიშნავს გავაკეთო ის? რას ვთხოვ რუსთაველზე მყოფს? რუსთაველზე მყოფ ადამიანებს კი რა, მე პირველ რიგში ვთხოვ, რუსთაველზე მყოფ ადამიანებს ვთხოვ, რომ დაფიქრდეს უბრალოდ და უაზროთ, ნუ გამოვა ქუჩაში. ვინმე სამამძღავად. რამ შეგიშალათ ხელი, რომ თქვენი იდეა, რაზეც ლაპარაკობთ რეალობაში, ქმედებაში მოიყვანოთ და საქმე გვაჩვენოთ. TikTok-ზე რო ლაპარაკობთ ყოველდღიას და საღამოს და ჩართვები გაქვთ, გავიგეთ. ხო, ნახეთ, მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით რომ თქვენ პოლიტიკოსის საქმე არ გგონიათ ლაპარაკი. რაღაც სხვა გგონიათ ჩემი საქმე. მუდმივად ლაპარაკი, იაგო. ლაპარაკობთ. რა არის პოლიტიკოსის საქმე? საქმე რა არის? ანუ თქვენ მითხარით რას ნიშნავს? ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ? ლაპარაკი არა, ლაპარაკია პოლიტიკოსის საქმე. ჟურნალისტი მე რო გითხრათ, თქვენ მარტო ლაპარაკობთ. ამ ლაპარაკით რას სულით? თქვენ პრობლემა ის გაქვთ, რომ არ ლაპარაკობთ გურამ. ერთადერთი გამონაკლისი ქონდა, რაც გითხარი, რომ რაც მართლა ილაპარაკე. მის გარდა რომ არ ლაპარაკობთ. ეს არის ჩემი პრობლემა. რაც ხდება ქვეყანაში, კაცო? რაც ხდება ქვეყანაში? ქვეყანაში როგორი ქვეყანა გინდათ ვიძინას მერე? რისი გეგმა არსებობს? როგორი ქვეყანა გინდათ? ანუ ჩვენ რაღაც გადავახტეთ საკითხებს და ჯერ ბიძინა არ მოგვიშორებია და იმაზე ვილაპარაკოთ ბიძინას შემდეგ როგორი ქვეყანა გინდა და ბიძინა როგორ მოვიშოროთ ამაზე ვილაპარაკოთ? ნახეთ, როდესაც საქართველოში ხელისუფლებები იცვლებოდა, მომავალი ხელისუფლებები, მიხეილ სააკაშვილი მაგალითად პირველი როცა ამბობდა, რომ კორუფცია უნდა დავამარცხოთ. მე მომიყვანე დავამარცხებ კორუფციას. ბიძინა რომ მოდიოდა ამბობდა, მე აღვადგენ სამართლიანობას, მე რაღაცას სასამართლოს სხვანაირად გავხდი. ეს დაპირებები მოვისმენთ შემოდგომაზე, სულ ახლა ხან 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე გავიგეთ ვის დაპირება, ვის დაპირება ჰქონდა. არა, მითხარით ერთი დაპირება რომელიმე პარტიის. ძალიან ბევრი ეს არ არის დაპირება. რომელიც სასამართლო რეფორმაც იყო. რა რეფორმა იყო სასამართლოს? რა რეფორმა იყო იცით თქვენ? სხვა მიმართულებით რა იყო დამასრულებით. რას ნიშნავს ვეტინგი? გადამზადება კეთილსინდისიერების ტესტი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას, ხო? და რას ნიშნავს ეს? ვინ აკეთებს ამას? საერთაშორისო არა, მაგრამ საერთაშორისო მქონე სპეციალისტები, ხო? საერთაშორისო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სპეციალისტები ვინ არის? აი მაგალითად ახლა ხოცებმა რო დაიკრავონ ამერიკელი პროფესორები. საერთაშორისო რო აგერ დაჯექითო მურუსიძის სასამართლოსთან თქვენ ერთი კაცი დაემატეთო და თქვენ არჩიეთ მოსამართლები. ამით დამოუკიდებელ სამართლოს მიიღებ. იაგო საარჩევნო პროგრამაში საარჩევნო პროგრამაში რატომ ბიძინა არ დანიშნოს ეს? დავნიშნავ მე. საწახვედი. იმიტომ რომ საარჩევნო ერთი ადამიანთან არ იქნებოდა. ძალიან შორს წახვედი. არა, საარჩევნო პროგრამა ძალიან შორს წასვლაგონია. ძალიან შორს წასვლაგონია. ახლა ამ ეთერში დღეს კი რა გონია თქვენ ხო ეს კითხეთ რას გააკეთებდითო? თქვენ რას აკეთებთ? არა. რამ შეგიშალათ ხელი რომ უკვე გაგეკეთებინათ ის რასაც თხოვთ? ვერ მოვიგე კაცო, ვერ მოვიგე, იმან შემიშალა ხელი. მარტო არჩევნებია? აბა რა არის? აბა პოლიტიკოსისთვის აბა რა? არჩევნების მერე პროცესი. არა პროცესი, მე წაგებული ვარ არჩევნების მერე და ფარხმალი დაყარე? არა კაცო, ფარხმალი არ დამიყრია, მაინც არ წამით. მე წავაგე არჩევნები, ძალაუფლება არ მქონია, რომ რაღაცა ჩემი ძალაუფლებით პარლამენტში მივსულიყავი და მეჭუბა. ხო, მხოლოდ 68,000-მა ამორჩეველმა მოგცა. 62,000-მა ამორჩეველმა მომცა ხმა. მე 62,000 ამორჩეველი ძალიან დიდია. ზოგადად მაშინ, როდესაც პროპაგანდით გაჯერებულია მედიაველი, ტყუილებით გაჯერებულია და 62,000 კაცი არ მოტყუდა. მაგრამ ახლა ნახეთ, ხშირი სტუმარი იყავით, მათ შორის ჩემს გადაცემაში. არა, არ ყოფილვარ ხშირი სტუმარი, ტყუილი არ გვინდა. არა, ტყუილი არ გვინდა. მოდით გამოგიგზავნით ლინკებს მათ გამომიგზავნეთ, მაგრამ ხშირი სტუმარი სხვა რამეს ნიშნავს. არა, დავით რატოიაშვილი, ახმეგრელიშვილი თქვენ მივაკითხავით მე არ ყოფილვარ ხშირი სტუმარი. არც არჩევნების მერე არ ყოფილვარ. რაც გადაცემა დავიწყოთ, ლელოს არც ერთი ლიდერი არ მოდის ჩვენს ფორმატში მონაწილეობისთვის. არა კაცო, მე ხო თქვენს ფორმატზე არ ვიძახით, თქვენს ტელევიზიაში ლელო როგორც არის, ეს არის ხშირად. სხვაგან მიდიხართ. რამ შეგიშალათ ხელი არჩევნების წაგების მიუხედავად ის 62,000 ადამიანი მოგებილიზებინათ და მათ შეგეთავაზებინათ თქვენი გეგმა რომ მოდით ახლა კი არ ვილაპარაკოთ რაღაც საქმე მე 62,000 კაცს არ გავაკეთებინებ რუსული რეჟიმი. ნახეთ, მე 62,000 კაცს ისე არ მოვატყუებ, როგორც თქვენ ატყუებთ თქვენს მაყურებლებს. მე პატივს ვცემ მაგ ხალხს. ამ ხალხს იმას ვეუბნები, რომ მოდი გავძლიერდეთ. საგიჟეთში ვცხოვრობთ, გავძლიერდეთ, ერთმანეთი ვიპოვოთ და ერთმანეთი დავიცვათ. მოდი ერთ სიტყვით ვილაპარაკოთ. ჩვენ საქმე არაფერი არ აგვაქვს. აი რაც ახლა რუსთაველზე ხდება, ის ჩვენიანები არ არიან. მოდით ვილაპარაკოთ TikTok-ზე, ეს
არა TikTok-ზე კი არა რა საშუალებაც მაქვს კაცო შენთანაც მოვედი ვლაპარაკობ ნებისმიერ ეთერში დავდივარ მაგრამ ნახეთ მაგრამ დამასრულებინეთ ნუ რა წესია მართლა რა წესია თქვენ ორი ხართ მაწყვეტიებთ ყველა წუთზე მე არ მინდა შეურაცხყოფა მოგაკეთოთ თორე ხო იცით რომ შემიძლია ქმედება იაკო მოდით საქმეზე შეურაცხყოფები არ არის ხო და შემიძლია რომ იცოდეთ შეურაცხყოფა მაგრამ არ გაყენო ამისთვის დროს თუ დახარჯავთ მაგალითად შეურაცხყოფას აი ამ კაკანით რაც ახლა გაჩაღებული ჩემთან კითხეთ დამასრულებინეთ დამასრულებინეთ არ გავცეთ ფარგლებს და შეურაცხყოფები გარეშე არავინ არ კაკანებს აი თქვენი აზრით ხო მე რა უნდა გავაკეთო კითხვებზე და სხვაგან უგარბი ხარ ნახეთ არ გავბივარ არსად კაცო თქვენ მეუბნებით რომ რას აკეთებო მე გიპასუხობთ ამაზე კონტრშეკითხვით რა უნდა გავაკეთო გარდა ლაპარაკისა თქვენ თუ გონიათ რომ რუსთაველზე დგომა ტყუილად ხალხის იქ მოტყუება ვითომ რამეს აკეთებენ მე მგონია საკუთარი თავის შეურაცხყოფა მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ მე ვუთხარი ხალხს როცა არჩევნები მორჩა ვუთხარით რომ ხალხო მოდი შევიკრიბოთ 100,000 კაცი კონკრეტული მოთხოვნით კონკრეტული რაღაცით და თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა შევიდეთ და გამოვათხიოთ ხოცები პარლამენტიდან ამაზე არავინ არ ამყოლია ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მე შევკრიბე 3,000 კაცი 3,000 კაცით სადმე შევარდნა და ხოცების გამოთრევა არის შეუძლებელი ამიტომ გადავედი იმაზე რომ ხალხს ველაპარაკო რომ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა მას შემდეგ რა ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას არჩევნების გზით არა თუიდა რევოლუციის რისი ტრაგედია არა გეგმა ხო უნდა იყოს არა კაცო ვერ შევცვლით ჯერ ვერ ერევი ხოცებს ჯერ ვერ ერევი ხოცებს მაგრამ ხოცები მანამდე ვერ მმართველობის არჩევნები როგორ არ გადის სამარჩევნებზე ნახევარი ოპოზიცია როგორ უნდა მოვიდეთ ხოცებს ჩვენ კი მაგას გეგმაზე გელაპარაკებით კონკრეტულ გეგმაზე დამასრულებინე ხო ყველაფერზე გპასუხობთ აი არც ერთ კითხვას არ დავტოვებ პასუხოთ თუ დამისვით შეკითხვა რომ რას აკეთებო გპასუხობ რომ გავაკეთე ერთი, გავაკეთე მეორე, არ გამოვიდა ხალხი ჩემს დაძახილზე 3,000 ჩემი კაცი გამოვიდა. დანარჩენი ხალხი, ვინც ოპოზიციამ და მედიამ ოპოზიციურმა გამოიყვანა, უაზროდ დაშალეს. გასულ წელს იყო 70,000 კაცი, წელს არის 7,000 წარყოფილა წელს. ხო და მე ვამბობ, რომ აი ასე არ შეიძლება. მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ, ხო? აუცილებელი არის, პირველი არის აუცილებელი, რომ ხალხმა, ვისაც ეუბნები, რომ გამოდი მიტინგზეო, იმან იცოდეს რისთვის გამოდის. რისთვის გამოდის იცოდა, როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა. იცოდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ჩამყარებულ სისტემასთან ბრძოლა და ასე შემდეგ და როგორც იცვლებოდა ისიც იცოდა. ბიძინა ივანიშვილი რომ მეუბნება რომ მოდიოდა, მაშინაც იცოდა. ახლა არ იცის. თქვენი კოლეგები, ამ შემთხვევაში თქვენ არ მინდა შეურაცხყოფა მოვაკეთოთ. თქვენი კოლეგები და ჩემი კოლეგები. ხალხის ქუჩაში ისე ამობილიზებენ, რომ არ ეუბნებიან რისთვის გამოყავთ. მაგალითად ხალხს უნდა მოანდომო რომ რაღაც ესეთი შესაძლოა საკრიტიკებთ მე თქვენს გეკითხებ ანუ დამასრულებინეთ თქვენ რა გეგმა გაქვთ დამასრულებინეთ აზრი მართლა არ შეიძლება გურამასე მე ხო არ გავიგებ ჩემს გეგმას გიყვები თან ჩემს გეგმას გიყვები თქვენ უბრალოდ არ გინდა თქვენ არ მალაპარაკებთ აი ეს ტროლად ნუ გადაიქცევით მართლა ტროლავთ ხალხს მე ხო არ შეურაცხყოფაზე არა რა შეგაცო ტროლავთ იმიტომ რომ არ მალაპარაკებთ თქვენს გეგმაზე გკითხეთ თქვენ ჩემს გეგმაზე გელაპარაკებით გურამ ჩემს გეგმაზე გელაპარაკებით გაგონება არ გინდათ აი გაგულებული რომ არ შეუშვათ ასეთი თქვენს გეგმებს აკრიტიკებთ მე მინდა რომ ჩემი გეგმა წარმოგადგინო სხვასთან შედარებით რომ გაჩვენო რას გელაპარაკები რომ ვიღაცის კრიტიკას დაუთმეთ რომ კარგით გავაგზავნოთ იმას რომ ადამიანებს ავუხსნა რომ მე თუ დამიჭერენ ხარს როგორ იქნება კონკრეტული საკითხები ამ ქვეყანაში მოგვარებული დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული ვიღაც სულელმა რა თქვა ტექნათვალიერებით ყველაფრით იმიტომ რომ თუ გინდა ხალხი მართლა ქუჩაში მიტინგს ემატებოდეს და არა აკლდებოდეს შენმა თუნდა შესთავაზოს პოლიტიკური საგზარი. ამას უკვე აკეთებთ თქვენ. ამას ვაკეთებთ სულ. კარგი, შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი ის არის რომ დავაკვირდეთ ამას ადამიანები როგორ წამოყვებიან. შეიძლება არ წამოყვნენ. რას გიჩვენეთ თქვენი დაკვირვება? არ ვიცი რას გიჩვენეთ, არჩევნები ჩატარდება და გავიგებთ იქ. მაგრამ დაუშვათ 5%-მა მომცა ხმა. მე ვიბუშავებ ამ 5%-ისთვის. დანარჩენი დეგენერატებისთვის მე არაფერი საქმე არ მექნება. მე მხოლოდ იმ ხალხის წარმომადგენელი ვარ, ვინც მხარს მიჭერს. რუსთაველზე რო უსაქმოდ დაეხეტება. ან მეორე ის რა ქვია, სოცდად დაუცველი როა და ხოცებისგან ბედნიერი როა. მე იმ ხალხის წარმომადგენელი ხო არ ვარ. არც მინდა ვიყო მაგ ხალხის წარმომადგენელი. თქვენებს რას ეუბნებით ახლა? რაზე ჩამოვყალიბდით? თქვენი მოთხოვნა რა? ამ არჩევნებზე რას ეუბნებით? ამ კრიტიკის პარალელურად დაიშალეთ ახლა ვეუბნებით რომ არ გაეკაროთ აი ამ ხალხს არ გაეკაროთ ქუჩაში. რუსთაველზე დღეს ხალხი არ უნდა იყოს. რუსთაველზე ხალხი უაზროდ არ უნდა იყოს. უაზროდ არ შეიძლება ხალხი ეხლა როგორც არის თქვენი. ხო და ვეუბნებით რომ ჩვენები არ გაეკაროთ ამათ. კარგი, ჩვენები ამ დროს რას აკეთებენ? TikTok-ზე შემოდიან, გისმენენ და მე რას აკეთებენ? თქვენები რას აკეთებენ? სხვები რას აკეთებენ? ამიქებზე გეკითხებით. აცო ჩემები ჩვენ ვემზადებით. ანუ რა გინდა რომ გავაკეთო? შენ გინდა რომ გამოვიდეთ და დავაკეთოთ გისმენენ და ეს არის თქვენი ინტერაქცია და ჩა იყოს პოლიტიკური პროცესი. თქვენ რისთვის ამზადებთ თქვენ ამერიკაში რა არის პოლიტიკური პროცესი? იაგო. არა ამერიკაში რა არის პოლიტიკური
პროცესის მაქსიმუმ რომ ახლა საქართველოს რეალობას ამერიკასთან. არა კაცო რა შუაშია თქვენ ხო რაღაცა თითქოს წოდნე მიერით მელაპარაკებთ რომ თითქოს რაღაცას არ ვაკეთებ. სამდროში აზრზე არა ხარ რა არის პოლიტიკური პროცესი. ან თავს იდები გესმით? ამოდან ერთადერთ რაღაცას აკეთებ. ახლა ამიხსენი რომ თავის გადებილების გარეშე რა გონია პოლიტიკური პროცესი? რა უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა? კარგი. გარდა იმისა რომ ელაპარაკოს და ეცადოს დაარწმუნოს უფრო მეტი ადამიანი საკუთარი იდეების ისტორიაში. როცა დაინახავს ძალას, რომ მისკენ არის ძალა და უყალბებენ არჩევნებს, შეიძლება ფიზიკურ ძალაზე გადავიდეს. მაგრამ რა უნდა აკეთოს პარტიამ, რომელმაც წინა არჩევნებზე მიიღო 3% ხალხთან ლაპარაკის და გაძლიერების გარდა? რა უნდა გააკეთოს? დარჩეს TikTok-ზე და ილაპარაკოს TikTok-ზე. თქვენ რო ჭკუა გქონდეთ სულ ეთერში უნდა ვიჯდე. არჩევნებამდე უნდა ვიზარიყავი ეთერში, მაგრამ მარტო მე ვარ კოცებს ხვევს. მარტო ჩემს გადაცემაში იყავით სულ მცირე, რა ვიცი. რამდენჯერ? წინა საარჩევნო პერიოდში უშუალოდ იყავით სამივე ლიდერი ჩემს გადაცემაში. არქივს ამოვიღებ. კარგი, იაგო, ეს არ არის. თქვენი გადაცემა ხო, ანუ გურამ ხო ჩვენ სერიოზული ადამიანები სხვაგან მივდივართ, იაგო, სხვაგან მივდივართ, სხვაგან მივდივართ. კარგი, არა. არ ვიცი მე რომ მივიღებ ყველა საყვედურს, ყველა შეურაცხყოფას მივიღებ. მაიცა კაცო, შენ ხო იცი. ავიტან ყველა თქვენს ამ ფრაზას, რაც ჩემს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ მაინტერესებს ეხლა. ეხლა ვართ არ მაინტერესებს თქვენი პრეტენზიები უშუალოდ ჩემს პროფესიონალისტთან დაკავშირებით. ხო იცით ეს? ბატონო, რა გარიგების შედეგად მოვდე, ხო იცით? იაგო, არ გვაინტერესებს ხო როგორ ძალიან ესეც ხო იცით? ხო იცით რომ არ მიწვევდი. კარგი, ამ უსამართლობას შევთანხმდი და მოგაწვევინეთ თავი. ხო იცით. აი კიდევ ერთ კრიტიკას აი და ამორალით მელაპარაკებით. ამორალით მელაპარაკებით ამას. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის უსამართლო კრიტიკა პირადად ჩემი მისამართი. ჩემი მისამართით უსამართლო კრიტიკა. ცოცხალი თავით არ გვიწვევდით, ხო იცით ეს? მე არ გიწვევდი. შენ არ გიწვევდი და შენ გითხავდა, შენ ტელევიზია არ მიწვევდა. აი, კარგი. ვინ გურჯის ახლა რომ თქვენგან მინდა მაგალითად გავიგო? არა, ახლა მომიწვევთ გასალანძრად, ახლა მომიწვევთ გასალანძრად. არა. თქვენთვის თუ არის ქართული ოცნების გაშვება მიზანი ამ მიზნისთვის ყველაზე მოკლე გზა რა გგონიათ? ერთი ძლიერდები. ერთი ძლიერდები, მაგრამ რადგან ახსენეთ და ურავის კითხვა რომ მოგეწონათ წინა საარჩევნოდ რომ ერთი პარტია 3%-იანი იქნება თუ 10%-იანი, ამას ვერ ახერხებს. არა კაცო, მე შენ ხო სულ კოალიციური მთავრობისთვის ვიბრძოდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ხოცებს ვერ აიღოთ უმრავლესობა ჩვენს გარეშე. ისევე როგორც ნაცებს ვერ აიღოთ ჩვენს გარეშე. ჩვენ ვითანამშრომლებდით იმასთან, ვინც უკეთეს პირობას შემოგთავაზებდა. აქ რა იყო გაუგებარი? ვინც უკეთეს პირობას შემოთავაზებს იმასთან ვითანამშრომლებ კოალიციურ მთავრობაში. შეიძლება ამაზე რო აქ სპექტაკლი დამიდგეს ამ ტელევიზიაში, ამ მაგიდას. ხო გახსოვთ ეს? ეს ეტაპი ხო გავლილია ჩა. არ არის ეს გავლილი, კაცო, ისევ იგივე მე ხო ისევ იგივე აზრზე ვარ. ისევ იგივე აზრზე ხართ, რომ ვისაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება და შემოგთავაზებთ კარგ ძალაუფლება არ მithქვამს ეს. არ მithქვამს ეს ძალაუფლება არ ექნება. მე ვთქვი რომ ვისაც უკეთესი შემოთავაზება ექნება ჩემთან, იმასთან ვითანამშრომლებ და ჩემი შემოთავაზების კრიტერიუმებიც რას ნიშნავს უკეთესი, ესეც ვთქვი. თქვენ უბრალოდ ამის გაგება არ გინდათ? გავიგე. ეხლა დავუბრუნდეთ ერთ კითხვას. თქვენ მე გისმენთ ხოლმე, რასაც უსმენ ყოველ შემთხვევაში, ამბობთ რომ შეცდომები უნდა აღიარონ პოლიტიკურმა ძალებმა. თქვენც უნდა აღიაროთ. ჩვენც ვაღიარებთ. თქვენც ხომ შეგიძლიათ აღიაროთ. კალანდარიშვილის მხარდაჭერა იყო თუ არა? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კალანდარიშვილი კი არ ყოფილა, კალანდარიშვილის არჩევა კი არ ყოფილა ჩემთვის мотиваცია. მაინც ეწამეთ ახლა ნახეთ. არა, მაინც ეწამეთ. კარგად დავიწყოთ. ჩემი მთავარი მოტივით კალანდარიშვილზე ხმის მიცემისთვის. მიუხედავად იმისა, ჩემი ხმები არ ჭირდებოდა და ხოცები თვითონ ირჩევდნენ. მე უბრალოდ დავამატე ხმები. ხოცებს ჰქონდათ საკმარისი. რითიც ლეგიტიმაცია მიეცა? მაინც გეხოცები ჩემი ლეგიტიმაციის გარეშე არ იქნებოდა, ხო ის? რატო? ანუ წინა საარჩევნოთ არა, მაინც შეხო სერიოზულად იაგო ჩემი ლანძღვა ხო არა? მე ხო გითხარით რომ სალანძღვა მომიწვიეთ. არა, მაინც იაგო ნუ აკრინებთ თქვენს როლს. თქვენს როლს ნუ აკრინებთ იაგო. იაგო თქვენს როლს ნუ აკრინებთ. თქვენი როლი ძალიან დიდი იყო კალანდარიშვილის არჩევაში. ნუ ცდილობთ რომ დააკრინოთ. ჩემი როლი რას ნიშნავს? მე ხო არასდროს არ თქვენი როლი ამაში ახლა ჩემზეა დამოკიდებული. რატო იყო? ჩემს გარეშე ვერ აერჩევდნენ? ყოველ შემთხვევაში მარტივად შეეძლოთ თქვენი. არა, ჩემს გარეშე ვერ აერჩევდნენ? შესაძლოა აერჩიათ, მაგრამ იყარ. არა, შესაძლოა თუ აერჩიეთ ჩემს გარეშე. თქვენი როლი იყო ამაში. თქვენ რო არ მიგეცათ, ხო გაუთავებოდათ და უფრო მეტი ბოდიში და ჩალიჩი დასჭირდებოდა. რატო გონიათ ეს? კარგი. რატო? მაინც ერთამე კაცო, სიტყვებზე ხო პასუხი უნდა აგოთ. კარგი. ხოცებს ყავდათ საკმარისი დეპუტატი იმისთვის, რომ თვითონ აერჩიათ. ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ შენ ლეგიტიმაცია ხომ სჭირდებოდათ, რომ აი ოპოზიციამაც მისცა ხმა. ლეგიტიმაცია ჭირდებათ ახლა მარტო როზიან პარლამენტში.
კი. არა, მაიცაკაცოლი, ხო, ვერზია ვერ მართავენ ქვეყანას, ზუსტად ეგრე აირჩევდნენ. და იმიტომაც არ არიან ლეგიტიმურები. ასე მართოს ჩვენმა მტერმა ქვეყანა იაგო როგორც ეგეთი მართავენ არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი მათ არ ელაპარაკება ხელს არ ჩამოართვეს ძალიან კარგად იცით, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ხარ დაუჭერს კვოტების გაუქმება. რომელიც გონია დანაშაული ამ ქვეყანაში ქალების წინაშე, რომელსაც 2 წელი საკონსტიტუციო სასამართლოში დავსდებდი და ვასაჩივრებდი. მანამდე. ეგ უფრო პრინციპული საკითხი იყო თქვენ. რა თქმა უნდა, დღესაც თქვენ რომ მართლაოდნავ დაფიქრდით, მიხვდებით რომ უფრო საინტერესოა და უფრო პრინციპულია ვიდრე. არ ნუ გებარებათ ეჭვი რომ ჩვენ ვფიქრობთ მანდარიშვილის ხარდაჭერა. მაყურებელს არ ვატყუებთ. მე მინდა რომ თქვენ ეს გჯერებდეთ და თუ თქვენ არ დაიჯერებთ, მაყურებელი არის მუწმე და კი ძალიან კრიტიკულად გვიყურებს და განსჯის და ვიტყუებით თუ არ ვიტყუებით მე მგონი ეს იაგოს მომხრეებს ჩვენ არ მოვეწონებით და ასე შემდეგ ყველას არ მოვეწონებით. კიდევ ერთ ვიდეოს მოვუსმინეთ ეს ის კატეგორია ადამიანების ვის აზრით თქვენ გაინტერესებთ. ანუ ყოველ შემთხვევაში გამოყავით დეგენერატების კატეგორიაში არ შეიყვანეთ. ასე არ ვიცი ვიზე ველაპარაკებთ პოლიტპატიმრის ზვიად ცეცხლაძის მშობლებზე ამ წუთებში საუბარი. და ზოგადად ეს პოლიტპატიმრის ოჯახის წევრების ინსტრუმენტალიზაცია, რასაც თქვენ და მედია საშუალებით არის სინამდვილეში ჩემი აზრით არის აი როგორი სამარცხვინო საქციელი იმიტომ რომ არ ეს სუიტყვით ამას თქვენ მაგრამ ზოგადად რას ნიშნავს მე გუში ვიყავი რუსთაველზე მათ მკითხეს ვიმყავდა სტუმრად როცა ვუთხარი რომ იაგო ხვიჩია უნდა მოსულიყო სტუდიაში მთხოვეს რომ ჩამეწერა მათთან კითხვა ანუ უნდა მეთქვა რომ ბოდიში ახლა თქვენს ინსტრუმენტალიზაციას ვერ მოვახერხებ და არ შეგწევთ პოლიტიკოსების ადგილზე დაჭერილი ადამიანების ოჯახის წევრები დავაცენზურო მოკავე ეს არის უბრალოდ ამ ხალხის შეურაცხყოფა ანუ გუში რომ გთხოვეს კითხვის ჩაწერა რა უნდა მეპასუხო ხო გაიგეთ რა რა უნდა მეპასუხო თქვენ ბიჭი ხართ თქვენ გაიგებთ ამას იაგო დემაგოგია ხო არ ვიცი ბატონო იაგო მე თან ერთი თვალით გაიხსენეთ აბა რა ვთქვით მოდი ჯერ მოусმინოთ ჯერ კითხვას იაგოსთან ასეთ შეკითხვა მექნება პროფესიით იურისტია და წარმოიდგინოს რომ მისი 19 წლის შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოდ ზის ციხეში და უკანონო რეჟიმის ლეგიტიმაცია სჭირდება ვიღაცის არჩევნებში მონაწილეობა რა მორალური თვალსაზრისით დავანებოთ პოლიტიკურ და რაღაც კონიუნქტურებს და მორალური თვალსაზრისით რამდენად სწორია ასეთი წარმატებული ბავშვები ციხეში იჯდნენ და იმ რეჟიმს ლეგიტიმაციას ანიჭებდეს მისი ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებად. აი ეს გაითვალისწინოს მორალური თვალსაზრისით რამდენად სწორად მიაჩნია და გვიპასუხოს ამას. ბიჭებს ჩახედოს თვალებში, რამდენად გურწფელები არიან და წარმოიდგინოს მაგალითად ზვიადის ადგილას მისი თავი და აქეთ მხარეს დედა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სანამ ამ ეგრეთ წოდებულ კოცებს ხარსაუბამს და ლეგიტიმაციას მიცემს, ჩვენ შვილებს ჩახედოს თვალებში, ჩახედოს სიმართლეს თვალებში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. იფიქროს ამაზე, რომ თუ შვილი ყავს, წარმოიდგინოს მისი შვილი, თუ არ ყავს მომავალში, ხო. წარმოიდგინოს რომ ეყოლება როგორ გაწირა სხვისი შვილები და ამ ქვეყანაზე ხომ ორჯერ არ ვიბადებით, მოვდივართ, ჭირდება ადამიანობა, მორალი და რა ვიცი, იფიქროს ადამიანობაზე. მთავრობები მოდიან და მიდიან და ავტორიტეტი მაინც რჩება, ამიტომ იფიქროს მარტო ჩემ შვილზე არა, ყველა პოლიტპატიმარზე და უსამართლობაზე იფიქროს. აი მე რასაც ვამბობდი ზუსტად ინსტრუმენტალიზაცია მეთქი ამის კლასიკური მაგალითია და აგიხსნით რატომ. პირველი ზოგადად ყველა მიცის რომ მე სულ სოლიდარული ვიყავი ამ ხალხის მიმართ მიმაჩნია რომ ესენი პოლიტპატიმრები არიან ციხეში არ უნდა იჯდნენ და რავი ხო არ შევაგინებ ახლა ვინც ისინი დაიჭირა მეტი სხვა რა უნდა ვქნა რაც შეეხება ნახეთ ამას ხო რაღაცა ვის ანუ რაშუაში არა კი ბატონო ბოდიში განაგრძეთ ნახეთ ასე იძახდნენ არჩევნებში თუ ვიღაცა არ მიიღებს მონაწილეობას, აი პარლამენტში შესვლა არ შესვლა იყო, არ შედიხართ პარლამენტში, არ შედიხართ პარლამენტში. ვიღაც რო შევიდა პარლამენტში, გაილანძღა, იმიტომ რომ კოცები დაემხობოდნენ, შენ რო პარლამენტში არ შესულიყავი. ახლა არჩევნებში მონაწილეობას დადასტურებულად ვიცით უკვე. აპირებს გახარია, აპირებს ლელო და დიდი ალბათობით ხვებიც მიიღებენ მონაწილეობას. დადასტურებულად არ ვიცით ეს. როგორ არ ვიცით, ნუ ახლა თავს თუ არ მოვიტყუებთ, ეს ხო ვიცით. ნახეთ, აი ამ ხალხის ინსტრუმენტალიზაცია მოხდა ისე რომ სხვადასხვა ადამიანები, იქნებოდა მედია საშუალებები თუ პოლიტიკური პარტიები, ეს ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ თუ მე არ ან ვიღაც თუ არ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის მათი შვილების ციხიდან გამოსვლის გზა.
რაც არის ტყუილი. თქვენც იცით რომ ეს ტყუილია. მეც ვიცი ეს რომ ტყუილია. ამ ქვეყანაში ვინც აზროვნებს, ყველა მიცის. ქართული ოცნება არ შეიძლება ლეგიტიმაცია მიიღოს. მაინც ერთი წამეთ. ანუ წარმოიდგინეთ რომ ახლა ამას ხო იყენებთ ჩემ წინააღმდეგ ამ სიბინძურეს, რასაც უყურებ. საბოლოო ჯამში მიიღებს ლელო მონაწილეობას არჩევნებში, გახარია და სხვები და აი ეს ხალხი არავის არ გაახსენდება. მაშინ ამ ხალხს არ გამოაჩენთ. მაშინ ამ ხალხს არ ათქმევინებთ ამას. უსინდისობა ახლა რასაც ამბობთ. რატომ აუსინდისობა? შეგიძლიათ ამას რატომ აუსინდისობა? რომ ეს ადამიანები არ უნდა ჩამეწერა და მათ თქვით. არა, მე არ გეუბნებით, ვიღაც არ ჩაწეროთ მეთქი, მაგრამ ამ ხალხს რო ატყუებთ, ამ ხალხს რო იყენებთ იმისთვის, რომ არასწორი აზრი ათქმევინოთ, რომ თითქოს რამე კავშირში იყოს, მე მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, მათი შვილების გამოშვებას. არც კი ვიცი სერიოზულად უნდა გიპასუხოთ თუ არა. არა, ვერ მიპასუხებ. არ ხართ მართალი, ვერ მიპასუხებთ, იმიტომ რომ მართლა რაც ხდება ამ ადამიანების მიმართ, სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს. მედია, რასაც ამ ადამიანებს უკეთებს. არ უნდა ჩაგვეწერა ესე იგი ეს. არა, ჩაგეწერათ კი არა. კონტექსტ გააჩნია. მე ჩემთვის არანაირი უსიამოვნო, არც ასიამოვნო არ არის. როდესაც სულ ერთია. არა, როცა მართალი ვარ, კაცო, ყველაფერი სულ ერთია. თავარი არის საკუთარ თავთან მართალი ვიყო. მე ამ ხალხთან, ამ მათ ოჯახებთან მართალი ვარ. საკუთარ თავთან მართალი ვარ, იმიტომ რომ მე მათი შვილი არ დამიჭერია. ყველა დავგმე, ვინც მათი შვილი დაიჭირა. ბოლომდე ვიბრძოლებ, რითაც შემეძლება მათ გაცა თავისუფლებლად. მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი დაზარალებული ოჯახის წევრების გადასაწყვეტი არ არის. არც უნდა იყოს. თქვენ ეს იცით. თქვენმა კოლეგებმა ეს იციან. ჩემმა კოლეგებმა ეს იციან და ამის მიუხედავად ამათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება ერთმანეთის სალანძღავად. ეს არის სამარცხვინო. მანიპულაცია არასაც. ჩვენ ახლა ამ ეთერში ალბათ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ერთს გავახსენებ მაყურებელს, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა თავად წაიკითხეს მანიფესტი, შექმნეს მოძრაობა, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა მოწოდება პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ არ მიიღოს. რა იცის დაზარალებული ოჯახის წევრმა, რა იცის პოლიტიკური საკითხები, რა იცის ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რა არა. საიდან ეს ცოდნა? რაღაცები იციან. არა, შეუძლებელია ეს იცოდნენ ადამიანებმა, რომელიც ამ სფეროში არ არიან. ამ სფეროში მათ აქვთ ემოციები. შვილი დაიჭერეს. ვიღაცა მუთხრა რომ აიო, ბოიკოტი გამოვაცხადოთ და გამოუშვებენ შეშუცო. ის ხავს ემღავრია. იაგო, არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ თქვენი ხედვა რამ შეგიშალათ ხელი რომ გაგეკეთებინათ ის, რასაც სხვისგან ითხოვთ, მაინც ვერ გავიგემებინათ. მე მგონი თქვენ თავს იხლიავებთ ახლა და მე ვერ გიშველი. ოჩა. ალბათ მაყურებელი მოიწონოს თქვენ. ჩვენი მიზანი ნამდვილად არ იყო აი ამ რეჟიმში გვესაუბრა. აბა რატო დაიწყეთ? რატო დავიწყეთ? რატო დაიწყეთ? ანუ შეურაცხყოფა. იაგო. ამისთვის დამიბარეთ რომ შეურაცხყოფა მოგეყენებინათ. მერე უბრალოდ გამოიყენეთ ყველა ამორალური საშუალება ჩემ წინააღმდეგ. ბოლოს უბრალოდ აი გადადებული გქონდათ ბოლოსთვის და დაზარალებულების ოჯახის წევრებიც გამოიყენეთ. გეუბნებით რომ ეს თქვენს ხარისხს მედიაში არაფერს არ შემართავს. სამარცხვინოა ეს გესმით? იაგო, ჩვენი გადაცემის ფორმატია ეს უკვე რამდენიმე ფორმატი არის ფორმატი არასწორი რო გეუბნებით იტყუებით ფორმატი თუ არასწორია იაგო ფორმატი თუ არასწორია არ მოსულიყავით ეთერში იაგო თქვენ თავიდანვე იცოდით ერთად და თუგნებავთ გამოვალთ კამერით გადავიღებთ შეხვდით ამ ადამიანებს და თუ რამე ხო მაგით დავიწყეთ უცხაველი არაფერ შუაში არ არის მარტო ქვეყანაში გაიარეთ და თავი დაანებეთ გაჭირვებულ ხალხს რომელსაც ოჯახის წევრები დაუჭირეს მოდი ჩიანჯანი სათქმელი არაფერს არ გკითხავთ გინდათ რამის თქმა ისე რომ ჩვენ არ ჩავერავით და არა ჯერ ერთი თქვენ იცოდით ეს ფორმატი რას გულისხმობდა და თუ არ მოგწონდათ და ასეთი მიუღებელი იყო რა ვიცი რატომ მოხდა ამხილე აქაურობა ეს ჩემთვის გიგებული მიუხედავად იმისა რომ ეს ბრალდებები არის მართლა უსამართლო შეურაცხყოფელი პირადად არა იაგო მართლა რას უშვები გაჭირვებულ ხალხს ხო ხედავთ მართლა ჩვენ უშვები ჩვენ და არა კი ანუ პოლიტიკაში რევთ ხალხს რომელსაც პოლიტიკა არ არის მათი საქმე. ბატონო იაგო, მე მგონი ისე ჩაიარა გადაცემამ, რომ რა გიდევთ ხა ბიძინაევანიშვილზე? რა როგორ დაამარცხებთ? მიკითხეთ რამე ბიძინაევანიშვილზე? მეკითხებით. პატიმარი შექმნაო, აქციამო და მე დაგისვით კითხვა, რომ აქციამ შექმნა თუ ივანიშვილის რეჟიმმა. მაგრამ დახმარებით ვიღაცების, მაგრამ ივანიშვილის თავარი პასუხისმგებელი ამას რა თუნდა ლაპარაკობ. მე როდესაც ივანიშვილზე ნაკლებს ლაპარაკობ, მგონია რომ რატომღაც ეს ხალხი გონიერია და ხვდება იმას, რომ იგულისხმება რომ ივანიშვილის
ოპოზიციონერი ვარ. იგულისხმება. ჩემი ყველა იდეა, ჩემი ყველა აზრი. ყველა დაპირება არის ივანიშვილის საწინააღმდეგო. ამ ქვეყანაში ნახეთ, ერთი წამი მინდა ზუსტად. ნახეთ, მეორჯერ ეს კითხვა რო არ დაიბადოს. ივანიშვილისთან თავარი პრეტენზია მე მაქვს ის, რომ ივანიშვილს უნდა ამ ქვეყნისგან დიდი სოფელის გაკეთება. მე მინდა ამ ქვეყნისგან ქალაქი გამოვიდეს. ამაზე დიდი შეუთავსებლობა ჩვენი იდეების ბუნებაში ვერ იარსებებს და ჩემი აზრით, რაც არ უნდა მე კორექტული ვიყო ვიღაცის მიმართ. ის რომ ვიღაცას ჩემი ქვეყნიდან სოფლის გაკეთება უნდა, მე ამას არასოდეს არ შევეგუები. უბრალოდ თქვენ ადამიანებს თავზას უბნევთ და ისინი ვერ ხვდებიან ვინ არის მათკენ და ვინ არის მტრისკენ. და ამის გამო ხდება წარუმატებლობების კასკადი ამ ქვეყანაში. გასაგებია, რაც ვერ ვთქვით, ვიგულისხმოთ და იაგო, ნუ ჩემთვის კომპლიმენტია რომ კითხვებზე საპასუხოთ, თქვენ როცა არ გაქვთ არგუმენტები, შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ. ჩემი მისამართით გაჟღერებული ეპითეტები დღეს იმის გამო რასაც აკეთებ. ამას ცოტა ასაკი მოგემატება დრო გავა, მიხვდებით რამხელა ცოდვას ჩადიოდით ამ ქვეყნის წინაშე. ზოგჯერ თვითკრიტიკულის რომ იყოთ, კარგი. თვითკრიტიკული ვარ მე როცა საჭიროა. კი ბატონო, მეც მაგრამ დღეს ხარ ძალიან უსამართლო. ეგ არაფერ შუაში არ არის ჩემს თვითკრიტიკას. ეს არის ჩვენი გადაცემის ფორმატი და თქვენმა პრესამსახურმა იცოდა ეს. არა, ფორმატი არ არის, აქვს ხალხის კითხვების მოსმენა. უტუპუტო, მაგრამ ანუ როდესაც განსხვავებული აზრის მოსმენა მოგინდათ. არა, განსხვავებული განსხვავებული აზრი არ არის იაგო, მაგრამ თქვენ რომ ლანძღვაზე გადმოხვედით, ეს უკვე ჩვენთვის ნიშანია, რომ ჩვენ დღეს სწორი კითხვები დავსვით და ძალიან მადლობა, რომ თქვენ გაილანძღეთ და აჩვენეთ თქვენი დამოკიდებულება და თქვენი შესაძლებლობა როგორც პოლიტიკოსმა. იაგო ხვიჩია იყო ჩვენი სტუმარი, ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მალე დავბრუნდებით.